მოგესალმებით ყველას და გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. დღეს განვიხილავთ მათეს სახარების 25 თავს. როგორც გითხარით, ეს არის დიდი სამშაბათის მოვლენები. წინა 4 თავშიც ჩვენ ამას ვეხებოდით და ეს არის ბოლო მონაკვეთი დიდი სამშაბათის, ხო? ბოლო მონაკვეთი. წარმოიდგინეთ, ამის შემდეგ უკვე მოდის 4 შაბათი, უფლის გაცემის დღე, 5 შაბათს საიდუმლოსერობის დღე, პარასკევს უკვე მისი ჯვარცმის და ჯვარზე სიკვდილის დღე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს 3 შაბათს, აი ამ მთელი საუბრის დასასრულს რას ეუბნება უფალი თავის მოწაფეებს, ხო? რომ ეს ჩვენ ხო ვთქვით, რომ მათეს სახარებაში 5 დიდი სიტყვაა უფლისა შეტანილი, ხო? მათემ სულიწმინდის შთაგონებით ესე გააკეთა, რომ როგორც ძოლახმაში 5 წიგნია მოსესი მათეს სახარებაშიც, რომელიც იუდეველებისათვის და იუდეველთათვის დაიწერა, მან 5 გრძელი დიდი სიტყვა მოარჩია უფლისა და შეიტანა, რომ ებრაელები, იუდეველები ამას რომ წაიკითხავდნენ, ეცნოთ, რომ ეს 5 სიტყვა მათთვისაა, როგორც 5 წიგნი მოსესი. და ეს ბოლო სიტყვა, ეს მეხუთე სიტყვა, რაც ჩვენ დიდი სამშაბათს რასაც ამობს, რას ეხება? ბოლო ჟამს. თვინმე საინტერესებს ბოლო ჟამი რას ნიშნავს და როგორი იქნება? აი ეს თავები უნდა წაიკითხოს დიდ სამშაბათს, როცა უფალი ლაპარაკობს ამის შესახებ. და ჩვენ წინა თავში წავიკითხეთ ის ნიშნები უფლისაგან, ეს დაახლოებით 20 ნიშანი, რითიც უნდა ვიცნოთ, რომ მოახლოვებულია უკვე დასასრული და ჩვენ თქვით ერთი რამ, კიდე მინდა გაგახსენოთ მინდა, რომ ერთი რამ რა ვთქვით ჩვენ? უფალი ამას ლაპარაკობს, აი ასე ვთქვათ, გლობალურად. იმ დროსაც, რაც ემუქრება ისრაელს და იერუსალიმს და საერთოდაც როგორ გაგრძელდება კაცობრიობის ყოფა და როგორ იქნება დასასრული, ხო? იმიტომ რომ აი ჩვენ წინა თავში გაგვით თქვით, მაგრამ გამოგვჩა, ნახეთ, უფალი იწყებს საუბარს, რომ რა ნიშნები იქნება, გამოჩნდებიან ცრუ ქრისტეები, იქ დაიწყება დევნა ქრისტიანების, იქნება შიმშილი, მიწისძვრების, ეპიდემიები, ყველაფერი და მერე პარალელურ თავში ლუკას 21 თავში ჩვენ ხო ვთქვით, რომ მარკოზის 13, მათეს 24 და ლუკას 21 სამი თავი ერთად გვიხატავს ბოლო ჟამის მოვლენებს და აი ლუკას 21 თავში არის ასეთი მონაკვეთი მე-20 მუხლიდან შეგიძლიათ თქვენს ნახოთ. ხოლო როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმული იერუსალიმს, იცოდეთ რომ მოახლოვდა მისი მოოხრების ჟამი. ეუნება. და ამ დროს იუდეაში მყოფი მთებში გაიქესით ყველა, რადგან საშინელი იქნება იერუსალიმის დაცემა. უკვე რომელ მოვლენას ამბობს ქრისტე აქ? 70 წელს, როცა რომაელებმა შემოარტყეს, 68 წელს რომაელებმა როცა შემოარტყეს ალყა, აი ამაზე ლაპარაკობს. იმ გლობალურ საერთო ნიშნებსაც ჩამოთვლის, მაგრამ ხოლო როცა დაინახავთ იერუსალიმს გარშემორტყმულს, გაიქეცით, რადგან მოვიდა მისი მოოხრების ჟამი. და ნახეთ, ეს მონაკვეთი როგორ მთავრდება? დაეცემიან מחვილის პირით, ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში, ებრაელები. ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში და იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი. გესმით? გაიფანტნენ მთელ ქვეყანსოფლიოში, ყველა ქვეყანაში, გადაიქელა იერუსალიმ, დაინგრა ტაძრი, ყველაფერი განადგურდა, ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ არ აღსრულდება, დასრულდება წარმართთა ჟამი იერუსალიმზე ბატონობისა. ნახეთ? და ამის შემდეგ უკვე იწყებს ქრისტე 25 მუხლიდან, მაშინ იქნება ნიშნები მზეზე, ნიშნები მთვარეზე, კოსმოსში, უკვე როცა ბოლო ჟამი იწყება. ანუ რას ამბობს ქრისტე, რომ წარმართთა ჟამი უნდა ისრაელში დასრულდეს და შემდეგ მოვა მეორედ მოსვლა. გესმით? როდის დასრულდა წარმართთა ჟამი ისრაელში? როცა სახელმწიფო დაარსდა ისრაელის 1948 წელს. 1882 წლიდან დაიწყეს სოფლიოს ყველა ქვეყნიდან დაბრუნებმა ებრაელებმა ისრაელში, სრულდება წარმართთა ჟამი ისრაელში და 1948 წელს დაფუძნდა იერუსალიმის სახელმწიფო. ანუ ხვდებით რა ახლოს არის მეორედ მოსვლის ჟამი? ქრისტე გვაფრთხილებს, რომ იერუსალიმი მოოხრდება, მაგრამ დასრულდება ეს, დაბრუნდებიან და აი მაშინ დაიწყება
ნიშნები ზეციდან და იწყება ბოლო საშინელი ვაებას მოვლენები. აი ეს მინდოდა მე თქვა თქვენთვის, რომ ჩვენ აი ამას რო ვკითხულობთ ბოლო ჟამის მოვლენებს, ხედავდეთ ისრაელის მდგომარეობასაც, იმ დროსაც ისრაელს დაემართა და შემდეგ ეს როგორც თქვით, პირველი ვაება ისრაელსაც დაემართა და შემდეგ ეს ვაებანი გრძელდება მთელ სამყაროში, მთელ სამყაროში, სანამ არ დასრულდება ეს საუკუნე, როგორც უფალმა თქვა. და 25 თავში, აი მე მიგითითეთ რომ ადვილად დასამახსოვრებელი იყოს, 25 თავში არის იგავი 10 ქალწულზე, იგავი ტალანტებზე და საშინელი სამსჯავრო, როგორი იქნება, იმას ამბობს აღწერს უფალი. ნახეთ, მაგრამ მე 24, ნახეთ, მათეს 25 თავშია ეს, მაგრამ 24 თავში ბოლო მონაკვეთი ჩვენ წავიკითხეთ რომელი თუ გახსოვთ. იყო რომ ვინ არის ის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურებს, რათა დროულად მისცენ საჭმელი, მისცეს საკვებიო. ვინ არის ის მონაო? ნეტარია ის მონა, როცა მოვა მოულოდნელად მისი ბატონი და იპოვის მას, რომ ერთგულად ემსახურება თავის ნაირებს. მაშინ ამნაირად მოქმედს თუ ყვოვებს, ეუნება რომ თელ ჩემს სარჩოს აბადებელზე შენ დაგაყენებ მეთვალყურებთ, ხო? და შემდეგ ამბობს რომ ვინც არ დახვდება მას ერთგულად, არ მისცემს იმ თავისნაირ მონებს საკვებს, როგორც დაუბარა უფალმა, შუა გაკვეთს მას და გეენაში დაუდებს წილს, ხო? ნახეთ, ფაქტობრივად 24 თავის ბოლო მონაკვეთი, აი ეს იგავი ერთგულ და ორგულ მონაზე და ეს სამი, ეს ორი იგავი და ეს მეოთხე არის ბოლო ჟამის, ასე ვთქვათ, გაფრთხილება. უფალმა ჩამოგვიტოლა ნიშნები, გაგვაგებინა როგორი იქნება ბოლო ჟამის მოსვლა ჩვენთან და ბოლოს ეს არის გაფრთხილება. 24 თავის ბოლო და 25 თავის ეს სამი იგავი არის გაფრთხილება, რომ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ გაუძლოთ იმ ბოლო ჟამს. და რა არის მთავარი, რასაც უფალი ითხოვს? მოწყალება. აი ამ 4-ვე იგავში უფალი ითხოვს ერთადერთ რამეს. მოწყალებას, იყავით მოწყალი, იმიტომ რომ ისეთი მძიმე იქნება ის ჟამი, რომ ერთმანეთის მიმართ მოწყალენი თუ არ იყავით, ვერ გაუძლებთ. უფალი კი შეამოკლებსო იმ ჟამს, იმიტომ რომ რო არ შემოკლებინა უფალს ის დღეები, ვერავინ კაცის ძეხორციელი ვერ გადაურჩებოდა, მაგრამ ჩვენ ხო ერთმანეთს უნდა შევუმსუბუქოთ ის ყოფა, ამიტომაც მოწყალებას ითხოვს. ამაზე გვაფრთხილებს, ხო? ნახეთ, აი ამ ბოლო საშინელი სამსჯავროს ამბავი ჩვენ ხო ვიცით, როცა დააყენებს მარჯვნივ და მარცხნივ, რა შეუგნება? 6 მოწყალების საქმე. შიერი ვიყავი და მაჭამეთ, წყურვალი ვიყავი და მასვით, ციხეში ვიყავი და მომინახოთ, ხო? მოწყალების საქმეებს. ამიტომ ეს არის მთავარი. მოდით წავიკითხოთ ახლა ეს 25 თავი და ნახოთ რას ამბობს უფალი აქ. მაშინ მიემსგავსება ცათასასუფეველი 10 ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გავიდნენ სიძის შესაგებებლად. ხოლო 5 მათგანი გონიერი იყო, 5 კი უგუნური. უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი. გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად წაიღეს ზეთიც თავისი ჭურჭლებით. და რა კი სიძემ დაიგვიანა, ყველა სრული მოერია და ჩაეძინა. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი, აჰა, მოდი სიძე, გამოდით, გამოეგებეთო. მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები. ხოლო უგუნურებმა უთხრეს გონიერთ, გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ჩაქრებიან. გონიერებმა კი მიუგეს, რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენც და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. და როცა ისინი საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე და მზღადყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულიც და სთხოვეს, უფალო, გააგვიღე ჩვენ, ხოლო მან მიუგო და უთხრა, ჭეშმარიტად გეუბნებით, არ გიცნობთ თქვენ. მას იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღეიცით და არც საათი, როდის მოვა ძეკაცისა. ამ იგავს ქვია, იგავი 5 უგუნური და 5 ჭკვიანი გონიერი ქალწულის შესახებ, ხო?
როგორ უნდა გავიგოთ ახლა ეს იგავი? ეს იგავი სავსეა სიმბოლოებით. პირველ რიგში ეს უნდა ვიცოდეთ, ხო? იგავი ხომ სიმბოლურად მიგვანიშნებს რაღაცებს. 10 ქალწული ლამპრები, მოლოდინი, დაძინება, ყველაფერი რაღაცას ნიშნავს და სიტყვით გვიხსნის როგორი უნდა იყოს ჩვენი მოლოდინი. ნახეთ, ეს ლამპარი მე მინდა თქვენ მეჩვენებინა, ეს არის ზუსტად ის ლამპარი, რომელიც იმ დროს ეჭირათ ხოლმე ხელში. ნახეთ, ეს არის ჰეროდიანული ლამპა ქვია ამას, რომის იმპერიაში გავრცელებული იყო. აქ ზეთი ასხი, აქედან ისხმება ზეთი, ფიტილი აქვს და აი ესეთი ლამპები ეჭირათ ხოლმე ხელში. და მართლაც, როცა სიძე მიდიოდა პატარძლის წამოსაყვანად, პატარძლის სახლიდან, მამის სახლიდან, იქ პატარძალი და მისი მეგობრები ანთებული ლამპრებით ელოდებოდნენ, რადგან საღამოს მიდიოდა ხოლმე სიძე ყოველთვის. ხინი იყო ჯერ სიძის სახლში და მერე საღამოს მაყრიონი მიდიოდა ხოლმე პატარძლის წამოსაყვანად და აი ეს პატარძალი და მისი მეგობრები, ეს ქალწულები, აი ამ ანთებული ლამპრებით ელოდებოდნენ ხოლმე სიძეს, როდის მოვა და როდის წაიყვანს, ხო? და ამაში ასხია ზეთი, რომელიც რაღაცას ნიშნავს. ეს ცეცხლიც რაღაცას ნიშნავს. ესმის და ქრისტე აი ამ ქორწილის მოტივს იღებს და იყენებს, რომ ზუსტად გაგვაგებინოს რა არის ამ მოლოდინში მთავარი, ხო? პირველ რიგში ქორწილს რატო აკეთებს აქცენტს ქორწილზე უფალი? რა არის მნიშვნელოვანი მაშინ? აი ნახეთ, ისრაელი, ისრაელი, ჩეული რატოა ისრაელი? იმიტომ რომ ისრაელს ღმერთმა როცა დაუდო აღთქმა სინას მთაზე, რომ გახსოვთ, აი ეგვიპტის მონობიდან რომ გამოვიდა და სინას მთაზე მივიდა და იქ მოსეს ხელით მიეცა მას რჯული. ეს რჯული მხოლოდ ცნებების კრებული კი არ იყო. ეს იყო საქორწილო შეთანხმება ამ გაგებით. ღმერთი არის სიძე და ისრაელი არის მისი პატარძალი, სარძლო. და ეს არის ხელშეკრულება მათ შორის. როგორც ცოლმა არ უნდა უღალატოს ქმარს, ისრაელმა არ უნდა უღალატოს ღმერთს. აი ამას ნიშნავს. ამიტომ ეს შემდეგ ამბობს ისრაელი იყო მისი სარძლო უღალატა. აი მე მინდა ეს ადგილები გაჩვენოთ თქვენ, მაგალითად იესაია წინასწარმეტყველის 54 თავი. რომ გავიგოთ ჩვენ ზუსტად რას გულისხმობს უფალი. ნახეთ როგორ ეუბნება იესაია ისრაელს. რადგან შენი შემქმნელია, შენი ქმარი, საბაოთ უფალია მისი სახელი. ისრაელ ეუბნება ღმერთია შენი ქმარი და ის არის შენი შექმნელი, საბაოთ, ზეციურ ძალთა უფალია მისი სახელი. წმინდა შენი ისრაელის წმინდა შენი გამომწყიდველი, მთელი ქვეყნის ღმერთად წოდებული. შემდეგ ოსია წინასწარმეტყველთან არის იგივე, ნახეთ, როდესაც ისრაელმა უღალატა ღმერთს. ისრაელი მისი ასე ვთქვათ, მისი ცოლი კი იყო ღმერთის ცოლი ამ გაგებით. აღთქმა ქონდა დადებული, მაგრამ ისრაელი ღალატობდა ღმერთს. ოსია წინასწარმეტყველი იყო რაღაცნაირი უცნაური, გამორჩეული წინასწარმეტყველი. ოსიას ეუბნება ღმერთი, რომ წადი და ითხოვე მემრუშე ქალი ცოლად. მემრუშე ქალი, რომ შენ გაიგო და ზუსტად უთხრა ისრაელს ის, რას განიცდის ღმერთი, როცა ისრაელი ღალატობს მას. აი შენ რო გიღალატებ შენი მემრუშე ცოლი, შენ მიხვდები ის ღმერთი, როგორ ფიქრობს ისრაელზე, როცა ისრაელი ღალატობს მას. და ეუბნება, უჩივლეთ დედა თქვენს, უჩივლეთ, რადგან აღარ არის ის ჩემი ცოლი და მეც აღარ ვარ მისი ქმარი. ღმერთი ამბობს, ისრაელის შვილებს ეუბნება, რომ უჩივლეთ თქვენს მემრუშე, მრუშ დედა თქვენს, ანუ ისრაელს, რომ მე აღარ ვარ მისი ქმარი და ის აღარ არის ჩემი ცოლი. და ამის შემდეგ ღმერთი ეუბნება, რომ დავსჯი ისრაელს, გაუნადგურებ ყველაფერს, გადავასახლებ, წავართმევ ყველაფერს, მაგრამ საბოლოოდ კვლავ შევიწყალებ მას და ისევ ოსია წინასწარმეტყველთან არის ეს მეორე თავის 21 მუხლია, რომ ამიტომაც შევიტყუებ მას უდაბნოში, რომ გულითადად ველაპარაკო. ანუ გონზე მოვიყვან ისრაელს. უდაბნოში შევიტყუებ რას ნიშნავს? განსასწელს მოუვლენ მას. და ამ უდაბნოში რომ შევიტყუებ და ველაპარაკები გულითადად მიხვდება თავის დანაშაულს ისრაელი და შემდეგ ეუბნება მე საუკუნოდ დაგწინდავ ჩემთვის
დაგწინდავ სიმართლით და სამართლით, წყალობითა და სიყვარულით, დაგწინდავ რწმენით და შეიცნო ფუფალს. დაწინდვა რა არის? დანიშნა. ანუ ამ ღალატს გაპატიებ ამბოვნება ღმერთი ისრაელს და კიდევ ერთხელ დაგნიშნავ, რომ ისევ ჩემი სარძლო იყო და ისევ ჩემი წმინდა ცოლი იყო, გესმით? აი ეს დამოკიდებულება იყო ისრაელსა და ღმერთს შორის, ხო? შემდეგ მაგალითად ჩვენ რაღა შუაში ვართ, ჩვენ. ახლა ხომ მაგალითად სახარება ხომ მხოლოდ ისრაელისთვის არ არის? სახარება ხომ ჩვენთვისაც არის ეკლესიისთვის. აი ჩვენ რატო ვართ მისი დაწინდულები? ჩვენც ვართ მისი სარძლო, მისი კრებული, რადგან პავლე მოციქული ამბობს, რომ მეო თქვენ ეს არის მეორე კორინთელთა მე-11 თავის მეორე მუხლი. მეო თქვენო კორინთელებს ეუბნება, რომ ეკლესიას ეუბნება, დაგწინდეთ ერთ კაცზე ხართ დაწინდულები, ვინ არის ეს კაცი? იესო ქრისტე, რომ უბიწოდ წარგადგინოთ მის წინაშეო. გესმით, ახლა უკვე ეკლესიაც გახდა მისი დაწინდული, სარძლო და ასევე პავლე მოციქული ამბობს ტიტეს მიმართ ეპისტოლეში და ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ეს ადგილები მინდა თქვენ გაჩვენოთ, რომ ეს დარჩეს მომავლისთვის, რომ თქვენ იცოდეთ, რატო ვარ ჩვენ მისი დაწინდულები, იმიტომ რომ ძველ აღთქმაში ხო ისრაელი იყო მისი ჯოლი, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ? ჩვენ ქართველები მაგალითად, ხო? ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ასე წერს პავლე. ნახეთ, რომ ღმერთმაო მისი მოსვლითო, ანუ ქრისტეს მოსვლითო, გვაუწყა ჩვენ თავისი ნების საიდუმლო, თავისივე სათნოებით, რომელიც წინასწარ ჩანერგა მასში, დროსა სისრულის განსაგებლად და ყოველივე ზეციურისა და მიწიერის ქრისტეში თავმოსაყრელად. და ეს საიდუმლო, რომელიც უკუნისამდე დაფარული საიდუმლო იყო ის, რომ ახალი სარძლო ისრაელი ღმერთის უნდა შედგენილიყო ვისგან? იუდეველებისგანაც და წარმართთაგანაც. ეს არის საუკუნიდან დაფარული საიდუმლო, გესმით? აი ჩვენ ხანდახან ხო გვეუბნებიან, რომ კაცო, ებრაელების სარწმუნოება რატო გწამთ თქვენ? თქვენ რა შუაში ის ხო ებრაელების იყო ის წიგნი და თქვენ რა შუაში ხართ? ხო გვეუბნები ხო ხანდახან ამბობენ ხომ ადამიანები? თვით ებრაელი პავლე გვეუბნება, მისი ფარისეველი ებრაელი გვეუბნება, რომ ეს ღმერთში დაფარული საიდუმლო იყო, რომ წარმართთაგანაც და ებრაელთაგანაც, იუდეველთაგანაც ერთი სარძლო უნდა შეექმნა მას, ხო? ნახეთ, ეს არის ტიტეს მიმართ ეპისტოლეში, ეს ეფესელთა პირველი თავი და ტიტეს პირველი თავი. ნახეთ, რას ამბობს პავლე? რომ მეო მოციქული ვარ ქრისტესიო, რომელი რწმენითო, იცითო, რომელი რწმენით ვარო? აი იმ რწმენითო, რომელი რწმენითო? საუკუნო სიცოცხლის სასუებარო აქვს, იმ რწმენითო, რომელიც აუთქვა უტყუარმა ღმერთმა საუკუნო ჟამთა უწინარეს. ანუ რაღაცა აუთქვა ღმერთმა საუკუნო ჟამთა უწინარეს. საუკუნო ჟამთა უწინარეს აჩვენებს, როცა არც კოსმოსი იყო, არც ვარსკვლავები, არც გალაქტიკები, არც ადამიანი, ანუ იმ დროს, რადგან არც ანგელოზები იყვნენ. საუკუნო ჟამთა უწინარეს მისცა ღმერთმა აღთქმაო, ნიშნავს, რომ მხოლოდ ღმერთი რო იყო იმ დროს. მაშინ ვის მისცა ღმერთმა აღთქმა? როგორ ფიქრობთ? მამამ მისცა ძეს აღთქმა. მამა ღმერთმა მისცა ძე ღმერთს აღთქმა, რომ ეს შენ გამოიხსნი იმ ხალხს, როცა ჯვარცმის შემდეგ და შენ იქნებიან ისინი, ვინც იყვნენ ჩემი. ჩვენ ამას მე ვხედავთ იოანეს მოციქულის მე-17 თავში. იოანეს სახარების მე-17 თავში. ქრისტე როცა ჯვარცმის წინ ლოცულობს, მამაო, შენი იყვნენ ესენი და შენ მომეცი მე და მე მათ მივეცი საუკუნო სიცოცხლის სიტყვები. გესმით? აი ტიტეს მიმართ ეპისტოლეში პავლე ამას ამბობს. ცოტა ამას დაუკვირდით, ძალიან მნიშვნელოვანია ეს. გესმით, რომ ჩვენი გადარჩენის ამბავი ყოვლადწმინდა სამებამ აღუთქვა ერთმანეთში თავის თავს. მამა ღმერთმა აღუთქვა ძე ღმერთს, რომ მისცემს მას ადამიანებს, რომელსაც ის შექმნის გადასარჩენად. გესმით? აი ამიტომ ჩვენც ახლა ეკლესია ვართ მისი სარძლო. მისი სარძლო. და აი ეს 10 ქალწული განასახიერებს ანუ ვის? ეკლესიას. მის ეკლესიას, ქრისტეს მორწმუნე ეკლესიას. იმ ეკლესიაში არიან იუდეველებიც,
ებრაელებიც, ბოდიში იუდეველები ებრაელებიც, იმ ეკლესიაში არიან სხვა ხალხებიც. 10 რატომ არის ეს ქალწული? 10. იმიტომ რომ ძველ აღთქმაში იყო წესი, კანონი, რომ 10 კაცი მინიმუმ უნდა შეგროვილი იყო, რომ მათ შეძლებოდა სინაგოგაში ლოცვა. გესმით? აი 10 ნიშნავს მლოცველ კრებულს. ეკლესია ხო მლოცველი კრებულია? აი ეს 10 ქალწული. ქალწული რას განასახიერებს? ეს სიმბოლოები რომ ჩამოთვალოთ ეხლა სიმბოლოები. ქალწული რას ნიშნავს? უბიწოებას, სიწმინდეს, ღვთისწინაშე და უბიწოებას, ხო? იოანე ღვთისმეტყველის ოქროპირიც ასე უბიწოება, სიწმინდე და ერთგულება ღმერთისადმი. ეს არის ესეთი უნდა იყოს ეკლესია, ხო? ნახეთ? და ამათმა ქალწულმა აანთო ეს ლამპარი და გავიდა სიძის შესაგებებლად, ხო? და მათ აქვს ზეთი. ზეთი რას განასახიერებს? სულიწმინდის მადლს, მაგრამ იოანე ოქროპირი უფრო მეც გვეუბნება. ეს სულიწმინდის მადლი ასე აბსტრაქტულად ხომ არ არის. ეს სულიწმინდის მადლი იწვევს იმას, რომ ჩვენ მოწყალენი უნდა ვიყოთ. იოანე ოქროპირი გვეუბნება, რომ მოწყალებას განასახიერებს ეს სულიწმინდის მადლი. იმიტომ რომ იოანე ოქროპირი იმ დროს ეთყობა აქტუალური იყო ეს საკითხი და იმიტომ ასე განსაკუთრებით აქცენტს აკეთებს ამაზე, რომ ეს ეხება მართლაც იმ მონაზვნებსო, ვინც თუმცაღა მონაზვნები არიან, ყველაფერი მიატოვეს, ღვთის ერთგულნი არიან და ელოდებიან მასო, მაგრამ მოწყალების საქმეები არ გააჩნიათ. ამიტომაც ღმერთის ჯის ისეთ მონაზვნებსო, ვისაცო დავიწყებული აქვს მოწყალების საქმე. იმიტომ რომ მონაზონი და ბერი ხო იმიტოა უქონელი, რომ რაც გააჩნია, ყველაფერი სხვას უნდა მისცეს. სხვას უნდა მიუძღვნას, სხვას უნდა ემსახუროს. ამიტომ ეს ზეთი რაც მათ ლამპრებში არის და აღარა ზოგიერთებს არის რომ მოწყალების საქმე არ აქვს მათ. აი ჩვენ დავწერეთ მოწყალება. და დიდი ხანს რომ დააგვიანაო სიძემო ყველას მიერულა და ჩაიძინეს. ეს რას ნიშნავს? როგორ გონიათ, რას განასახიერებს ეს რომელ მომენტს? სიძემ დააგვიანა და ჩაიძინეს. რას ნიშნავს ეს? ანუ ძალიან ბევრი დრო გავა. ქრისტეს ამაღლებიდან მის მეორედ მოსვლამდე ძალიან ბევრი დრო გავა. ბევრი საუკუნე გავა. აი აქ ქრისტე ამას გვეუბნება. ნუ გონიათ რომ მე ამაღლდი და ორ კვირაში ისევ მოვალ უკან. არა, ძალიან ბევრი დრო გავა. და ყველა დაიღალა ამ მოლოდინში და ზოგადად დაიძინესო. გაძინება რას ნიშნავს? ბატონო? დაივიწყეს კიდევ? განისვენეს, ზოგი მოკვდა ამ მოლოდინში, ზოგი გარდაიცვალა, ზოგი აღესრულა და ღმერთი ხო ამობს გასულ ლაზარე რო გარდაიცვლება, ლაზარე. რას ამობს ღმერთი? ლაზარემ ჩემმა მეგობარმა დაიძინა. განისვენა ჩემ მეგობარ, მე მივალ და გავაღვიძებ. ანუ ღმერთისთვის გარდაცვლილი ადამიანები არიან დაძინებული ადამიანები. აი აქ ამობს, რომ გავიდა ბევრი საუკუნე, დაიღალნენ და დაიძინეს. ანუ ბევრი გარდაიცვალა და ეს მომენტია. და შუაღამისას გაისმა ძახილი, აჰა მოდის სიძე გამოდით და გამოეგებეთო. შუაღამეს რატომ? იმიტომ რომ ძველ აღთქმაში იყო ესეთი ადგილი, ეს ადგილი მინდა გაჩვენოთ მე თქვენ. გამოსვლათა 19 თავის 17 მუხლია, რომ როცა მოსე რჯულს აძლევს ერს, აი ესეთი სიტყვები წერია. ნახეთ? მესამე დღეს გამთენიისას შეიქმნა გვირგვინვა და მეხის ტეხა, ჩამოწვა მთაზე სქელი ღრუბერი და გაისმა საყვირის ხმა ძალიან ძლიერი. შეძრდა ბალაკში მყოფი ხალხი და გამოიყვანა ბანაკიდან ხალხი მოსემ ღვთის შესახვედრად. გესმით? ანუ გამთენიისას ბანაკს ძინავს. ისრაელის ბანაკს ძინავს გამთენიისას და გაისმა ეს მეხის ტეხა და მოსემ გააღვიძაო ხალხი და გამოდით, მოდის უფალი, რომელიც უნდა შეხვდეს თავის სარზმლოსო. გესმით? ანალოგიას ხედავთ? აი ქრისტე ებრაელებს ელაპარაკება ამიგავითაც ხომ? და იმათ ხო ახსოვთ რჯულში რა წერია რომ მოსემ როდის მისცა მათ რჯული? როცა ეძინათ გამთენიისას, ეძინათ და მოსემ გააღვიძა ხალხი, გამოდით, მოსულია უკვე სიძე, ანუ ღმერთი და
ელის თავის სარძლოს, თავის პატარძალს ელის. გესმით და ამიტომაც აი ეს გამთენიისას ატყდა ხმაური, რომ მოდის სიძეო, დადგნენ ხალწულები და გამართესო თავისი ლამპებიო. გამართეს ასეა ზოგს პატრუქი აქვს უკვე ჩამწვარი, ზოგს ზეთი აქვს გამოლეული, ზოგი თქვათ ანუ ეს გამართეს ნიშნავს ვერთ ქართულში არის აღაგნესო. ანუ მორთეს თავიანთი ლამპრები. როცა მოამზადეს, წარმოაჩინეს საუკეთესოდ. ხო, ანუ ღმერთის შესახვედრად რო გამოდიხარ, უნდა საუკეთესოდ შემკული იყოს შენი ლამპარი, ხო? მართლაც ესეთი უბრალო ლამპრები კი არის, ჭირად პატარძლებს ქორწილის დროს. შემკული ლამპრები იყო, ლამაზი ლამპრები, როცა უნდა შეხვედროს ეს. მაგრამ აღმოჩნდა რომ ზოგიერთს ზეთი არ აქვს ლამპარში და ატყდა იქ ეს ნერვიულობა რომ ვიწილადეთ თქვენი ზეთი, რადგან ჩვენი ლამპრები ჩაქრებიან და რასეუნებიან ჭკვიანი გონიერი ქალწულები, რომ შეუძლებელია, არ გვეყოფა, ან ნახეთ რასეუნებიან ჭკვიანები რატო არიან ესენი და ესენი რატო არიან სულელები. ესენი ეუბნებიან გონიერი ქალწულები, რომ ჩვენ გვეყოფა თუ არა, ეგეც არ ვიცით. გესმით? თუმცა იმათმა იშრომეს, მოწყალებაში გაატარეს თევის ცხოვრება, სულიწმიდის მადლი აქვთ, მაგრამ იმდენად თავმდაბლები არიან, რომ ამბობენ, რომ ჩვენ არც კი ვიცით გვეყოფა თუ არა ჩვენ და თქვენ როგორ მოგცეთ? ორივეს ჩვენ არ გვეყოფა ეს ზეთი, არამედ წადით და თქვენ თვითონ იყიდეთ ზეთი. და ესენი ცდილობენ რომ წავიდნენ და იყიდნენ და სულელები რატომ არიან, იცი რომ მიდიან მართლაც საყიდლად. სიძე რომ მოდის უკვე მაშინ გონიათ მათ რომ რამის ყიდვას კიდევ შეძლებენ და ეს შეუძლებელია სიძე მოდის და ძალიან მალე ხდება ყველაფერი მიყავს გამზადებული 5 ქალწული და იკეტება სასუფეველის კარი. ნახეთ დასაწყისში ხომ ასე იყო რომ მაშინ დაემსგავსება ღმერთის სასუფეველი. ანუ სათა სასუფეველი ნიშნავს იახვეს, მარადიული ღმერთის მეფობა მაშინ დაემსგავსება აი ამ შემთხვევას როცა ზოგიერთს არ ეყოფა ზეთი. მოწყალების საქმე არ ქონდათ მათ. რატომ იყვნენ ისინი სულელნი ეს ქალწულები? რა უნდა გაეკეთებინათ, ხო? ამ ცხოვრებაში. რა არის? აი რა უნდა ეყიდათ? რისი ყიდვაც ბოლოს ვეღარ მოასწრეს. რა უნდა ეყიდათ? რა იყო ის რაც მათ უნდა ეყიდათ? ფხიზდათ უნდა ყოფილიყვნენ. მოწყალების გაცემა. წმენა, მაგრამ საბოლოო ეს ყველაფერი არის სიბრძნე, რომელიც მოდის წიგნიდან. ისმით, წმინდა წიგნიდან. სიბრძნე უნდა ქონოდათ. აი, ძველ აღთქმაში არის ესეთი ადგილი, მე მინდა ეს ადგილი თქვენ გაჩვენოთ, რომ ჩვენ მივხვდეთ რა უნდა ეყიდათ მათ. ისაია წინასწარმეტყველის 62 თავია ეს, ნახეთ? 62 თავის არა, მოდი 55 თავი. ჰოი მწყურვალნო, ყველანი წყალთან მიდით და ვერცხლის უქონელნო, წადით იყიდეთ და ჭამეთ, წადით და იყიდეთ უვერცხლოდ და უსასყიდლოდ, ღვინო და რძე. რისთვის ხარჯავთ ვერცხლს თუ პურს ვერ შოულობთ? რისთვის შრომობთ თუ ვერ ძღებით? მე მომისმინეთ და შეჭამთ საუკეთესოს ნოყიერ საკვებით დაიწყობთ სულს. ყური მოვაყარით და ჩემთან მოდით, მისმინეთ და იცოცხლებს თქვენი სული, დაგიდებთ საუკუნო აღთქმას, დავითის მტკიცე, სიქველეთა გამო. ანუ ვერცხლი გაქვთ, ფული გაქვთ, მაგრამ ვერ ძღებით. რისთვის ხარჯავთ ვერცხლს, თუ კი ვერ ძღებით და თუ კი ვერ ნაყრდებით, ჩემთან მოდით ამბობს ღმერთი, იყიდეთ რძე და თაფლი, ანუ ის საუკეთესო რაც ღმერთ შეუძლია მოგცეთ და ამითი განძღება თქვენი სული. ნახეთ, ასევე იგავთა წიგნის 23 თავშია ეს, რომ იგავთა 23-ს 23 მუხლი. ჭეშმარიტება შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებას და გონიერებას ნუ გაჰყიდე. შეიძინე ჭეშმარიტება, რომელიც მოდის უფლისაგან. ასევე ლუკას მახარებელის მე-16 თავშია გახსოვთ იგავი ვიზე? არა ჭკვიანი მოურავის შესახებ. ჭკვიანი მოურავის შესახებ. ჭკვიანი მოურავის, რომ მოურავი მიხვდა, რომ თავრდება მალე მისი თანამდებობა, ხო? და რა გააკეთა ამ ჭკვიან მოურავმა? დაიბარა ეს მოვალეები და თამასუთები გაუნახევრა. რომ
თუ 50 ემარ დაწერი 25, თუ 100 ემარ დაწერი 50. ანუ წინასწარ აი ამ ეშმაკობით გაიმზადა რომ როცა მოხსნიან მას და გაუშვებენ თანამდებობიდან იმ ხალხთან სიკეთეები ქონოდა. და ღმერთი ამბობს რომ ხედავთ როგორ მოიქცა ეს მოურავი? ესე იგი წესით ხო ეს არ არის კაი საქციე. ხო? ხო მოიტყუა მოურავმა. მაგრამ ეს მოტყუება განასახიერებს ერთ რამეს. ეს რაც ჩვენ ახლა გვაქვს, ყველაფერი ტყუილი. ყველაფერი არის ამავეებათა. და ეს გამოიყენეთ იმისთვის, რომ ზეციური შეიძინოთ. გესმით? ანუ აი მაგალითად რამდენი მილიონიც არ უნდა კონდეს კაცს. ეს ხო მაინც ტყუილი ქონება. ეს ხო მას საბოლოოდ მარადიულ ცხოვრებაში არ გამოადგება, ხო? ღმერთი ამბობს, რომ ყველაფერი ეს უსამართლო ქონება. აი ეს რაც აქ გაქვთ, ეს უსამართლო დროებითი ამაო ქონება გამოიყენეთ იმისთვის, რომ იყიდოთ სათასასუფეველო, ხო? ანუ ის ქონება თუ მდიდარი ხარ, გააკეთე მოწყალება, რომ იქ დააბანდო, იქ კონდეს დაბანდებული. აი ამას ამბობს. ესმით? მას კი არ იმ კაცის ტყუილებს კი არ აქებს ღმერთი. იმ მოურავმა ხო მოიტყუა. იმ მოურავის ტყუილებს კი არ აქებს, არამედ ჩვენ გვეუბნება რომ რაც არ უნდა მოიპოვოთ ამ ქვეყანაზე მატერიალური, ყველაფერი ამაოა. ყველაფერი ამ ქვეყნიურია, მაინც და აქ დარჩება, ამიტომაც ყველაფერი დააბანდეთ მარადიულ ცხოვრებაში. აი ეს არ გააკეთეს ამ ქალწულებმა და ამიტომაც დაიკეტა მათთვის კარები და მოვიდნენ გვიან და ქრისტე ეუბნება, ღმერთი ეუბნება მათ რომ არ გიცნობთ თქვენ. როგორ გონიათ აი ეს ამასაც მინდა შევეხოთ სულ ცოტა ხნით. ქალწულება უფრო დიდია თუ ქორწინება? ქორწინება უფრო დიდი ქალწულება. ხო, პავლე მოციქული ასე ახალი აღთქმა ასე გვეუბნება, რომ ერთიც კარგია და მეორეც. მაგრამ პავლე ამბობს, რომ ღმერთის მსახურებისთვის უმჯობესია, რომ იყო ქალწული. იმიტომ რომ შენ როცა ოჯახი ყავს, მეუღლე ყავს, მეუღლესთვის ფიქრობ, შვილებისთვის ფიქრობ, ოჯახს ეხსახურები, დრო ნაკლები გაქვს. თუმცა ურთხეულია ქორწინება, ეს როგორც ქრისტე მივიდა კანას გალილეის კანაში ქორწილში და აგურთხა ქორწილი, მაგრამ პავლე ამბობს, რომ ქალწულება უფრო დიდი მსახურება, რადგან შენ მეტ თელ სიცოცხლეს მეტს უძღვნი ღმერთს, მაგრამ ეს არის კორინთელთა მიმართ მე-7 თავში, ხო? პირველი კორინთელთა მე-7 თავი, სადაც აინტერესებს ეს ქალწულობის შესახებ ამბები. მაგრამ პავლე ამბობს, რომ ყველასთვის არ არის ეს მიცემული. ყველას არ შეუძლია. მხოლოდ ვისაც ძალა აქვს იმისი, რომ დაისაჭურისოს თავი ცათასასუფევლისთვის, მხოლოდ მან იკტვირთოს ქალწულების ტვირთი. ეს არ არის საყოველთაო, ერთეულებს შეუძლიათ ეს, რომ უარი თქვან ქორწინებაზე ქალწულობის გამო. ანუ ვის თქვა მინდა მე რომ აი აქ რო ახსენებს 10 ქალწული. ეს მხოლოდ მონაზვნებს ეხება? თუ ჩვენ დაქორწინებულების გარკვეულწილად მონაზვნებივით უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, შეიძლება შენ ქორწინებაში იყო, მაგრამ მაინც შენი მთავარი საზრუნავი, შენი მთავარი სიძე უნდა იყოს იესო ქრისტე. გესმით? ამას გვეუბნება ზუსტად ჩვენი სარწმუნოება. ეს მე მაქვს აქ ადრეც გაჩვენეთ მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა იოანე დამასკელის. ეს არის ჩვენი დოგმატიკა. აი რას გვასწავლის მართლმადიდებლობა სიტყვა სიტყვით და იქ არის 97 თავი ქალწულობის შესახებ. რომ იოანე დამასკელი ამბობს, რომ აი დასაბამიდანვეო ქალწულობა ჩადო ღმერთმა ადამიანის ბუნებაში. აი როგორ ვიცითო? ადამი ხომ იმ ხელუხლებელი მიწისგან გააჩინაო. ანუ ქმნილება ადამი. ევაც ხომ ადამიანისგან გააჩინა. ისინი ხო სექსუალური კავშირით არ იყვნენ შექმნილნი, ხო? მაშინ ამიტომ ეს უკვე ღმერთის ჩანაფიქრში იყო, ეს ქალწულების მომენტი. მაგრამ ვიღაცა იტყვისო, რომ მაშინ რატომ ისა სქესი მათო? მაშინ რატო წერიაო, რომ დედაკაცად და მამაკაცად შექმნა ისინიო? რატომ? როგორ გონიათ, რატომ? იოანე დამასკელი ასე გვეუბნება, რომ იმიტომ რომ ღმერთი ხო წინასწარ ხედავს ყველაფერს. და ღმერთმა იცოდაო, რომ ისინი დაკარგავდნენ უკვდავებას. და ამიტომაც მათ წინასწარ მიანიჭა სქესობრივი
ფუნქციები, რომ გამრავლებული იყვნენ და მათი შთაომავლობიდან მოსულიყო ვინ? იესო ქრისტე. მხოლოდ ამიტომ შეიქმნენ ესენი სქესობრივად, რომ გამრავლებული იყვნენ, არ მომკვდარიყო, იმიტომ რომ ცოდვის გამო ხო ისინი უნდა მომკვდარიყვნენ. ცოდვა ღმერთის ღალატი იწვევს სიკვდილს. ეს ღმერთმა იცოდა წინასწარ რომ ეს ასე მოხდებოდა, ამიტომაც მამაკაცად, დედაკაცად შექმნა იგინი რომ შთაომავლობა გაგრძელებულიყო და მოსულიყო როდესღაც მაცხოვარი, რომელიც დააბრუნებდა მათ სამოთხეში. ხო? ეს საჭირო იყო. მაგრამ შემდეგ ამობს აი ესეთ საელცა რაღაცას იოანე დამასკელის, ეს არის ჩვენი სარწმუნოება. ამრიგად გვმართებს რომ უფრო სულიერად გავიგოთ რჯულისეული განჩინება. აი ძველ აღთქმაში რჯულში იყო განჩინება, რომ წეული იყოს ის, ვინც არ აღუდგენს თესლს ისრაელს. ეს რას ნიშნავს, რომ შვილი უნდა ყავდეს. აუცილებლად უნდა ყავდეს შვილი, მაგრამ ახალ აღთქმაში ეს ასე აღარ არის. რატო? იმიტომ, რომ სულიერად უნდა გავიგოთ ეს. ამბობს, რომ რადგან არსებობს სულიერი თესლი, ღვთის სიყვარულისა და შიშის მიერ მუცლადღებული სულიერ საშოში. ანუ რას ამბობს, რომ საშო განა მხოლოდ ხორციელია. სულიერი საშო გაგვაჩნია ჩვენ და სულიერი თესლი უნდა ჩავარდეს იქ და დაიბადოს ახალი ადამიანი. გასმით გასაგებია? იმიტომ რომ დღეს ხო შვილიერება ამას ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა დაორსულდეს საშოში ჩაისახოს თესლით შვილი და ის გაჩნდეს. ჩვენი სარწმუნოება გონება რომ ეს მასე არ არის. სულიერად უნდა გვესმოდეს. თავარია რომ სულიერ საშოში ჩავარდეს ღვთაებრივი თესლი და იქიდან დაიბადოს იშვიეს სული ხსნისა. ანუ ცხონებისთვის გამზადებული ადამიანი დაიბადოს იქიდან. ესაა მთავარი. აი რომ გადახედოთ ქრისტიანობის ისტორიას, ეს განსაკუთრებით მათთვისაა მნიშვნელოვანი, ვისაც რაღაც მიზეზების გამო ჯერ არ ყავს ოჯახი, ან შვილი არ ყავდა, აი ყავს მემრეულში მაგალითად ძოლქმარი, რომელსაც შვილი არ ყავს. და რა თქმა უნდა განიცდის ამას ადამიანი. მაგრამ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს ერთი რამ. ხორციელი შვილიერება კი არ არის თავარი. თავარია სულიერი ნაყოფიერება. ნაყოფიერება უნდა იყოს სულიერი. გესმის? აი მაგალითად ბევრჯერ მithქვამს ხოლმე რომ შეიძლება ქალს შვილი არ ყავს. მაგრამ აი მაგალითად რამოდენიმე ბავშვსაც კი რომ მან ისეთი რამ ასწავლოს ცხოვრებაში, აი სხვის ბავშვს, ეკლესიაში მყოფ ბავშვს, რომ ეს ბავშვები ცხონდნენ და გადაჩნენ, როგორც საკუთარი შვილები, ისე ეთულება ღვთის წინაშე, გესმით? ქალსაც და კაცსაც. ხო? კაცსაც ხანდახან ძალიან ტკინეულია, რომ კაცს მაგალითად შეიძლება შვილები არ ყავს, მაგრამ სულიერი ნაყოფი, სულიერი შვილიერება მთავარი ქრისტიანისთვის. აი ამიტომ წერია, რომ 10 ქალწული. ქალწულებაც და შვილიერებას და ნაყოფიერებას უნდა იყოს სულიერი. ხო გასაგებია? ამიტომ გული არ უნდა გაიტეხოს არავინ ამაზე. თავარი აი ხალხს რას მოუტან მე ჩემი ცხოვრებით, ხო, რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრებით ხალხს რას მოუტან და იმ ნაყოფიერებას ხალხში გამოვიწევ თუ არა. შეიძლება ხდელს მაგალითად შვილი არ ყავდეს. ხო შეიძლება იყოს ასე. ხდელს არ ყავდეს შვილი მაგალითად, მაგრამ თუ ის ხალხში იმას შეძლებს, რომ ხალხი გახდება ნაყოფიერი სულიერად, მილიონ შვილზე მეტია ეს. გესმით? 1000-ას ბევრისთვის ამზადებს იგი ხალხს. აი ეს ამიტომ ასე უნდა გავიგოთ ჩვენ ქალწულებაც და ნაყოფიერებაც. მაშინ ფხიზლეთ, რადგან არ იცით არც დღე და არც საათი, როდის მოვა ძე კაცის. ანუ რას ამბობს უბრალოდ? არც დღე და არც საათი არ ვიცით, მაგრამ ნიშნები ხომ ვიცით? ხომ ვიცით, აი ხო თქვით რომ ებრაელები რახან დაბრუნდნენ თავიანთ მიწაზე, ესე იგი ახლოს არის, ხო, მეორედ მოსვლა. ზუსტ ასე ამბობს უფარიც. დღე და საათი გამოუცნობია, მაგრამ ნიშნები საცნაურია. ის რომ ჩვენ ვიცით რომ ახლოს არის, ეს ვიცით. აი მაგალითად გვითქვამს, სანამ ისრაელი თავის მიწაზე არის, აი მე-13 საუკუნეში, მაგალითად, მე-13 საუკუნეში, შუა საუკუნეებში. ისრაელი ჯერ არ არის თავის მიწაზე. მაშინ რომ ვინმე ეთქვა რომ ახლოს არის მეორედ მოსვლა, სარწმუნო იქნებოდა? რა თქმა უნდა არა. იმიტომ რომ ჯერ არ დაბრუნებულა ისრაელი თავის მიწაზე. იმიტომ ეს ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, რომ წარმართა ჟამი უნდა დასრულდეს ისრაელზე და უნდა
შვილები შეიკრიბონ ისრაელში, ხო? ანუ მაგრამ დღეს სულ სხვა რეალობაში ცხოვრობ ჩვენ და ამიტომ განსაკუთრებით გმართებს სიფხიზლე რომ ეს ნიშნები ძალიან ბევრი ნიშანი არის უკვე ასრულებული. და შემდეგ მეორე იგავი ტალანტებზე. რადგან ფხიზლად იყავით, რადგან ამბობს მოიქცევა იმ კაცივით, რომელმაც შორს გამგზავრებისას დაიბარა თავისი მონები და მთელი თავისი ქონება ჩააბარა მათ. და მისცა ერთს 5 ტალანტი, მეორეს 2, მესამეს 1, თითოეულს მისი შეძლებისამებრ და გაემგზავრა. ხოლო 5 ტალანტის მიღები წავიდა საქმეში დააბანდა ისინი და 5 სხვა ტალანტი მოიგო. ასევე 2 ტალანტის მიმღებმა მოიგო 2 სხვაც. ხოლო 1 ტალანტის მიმღები წავიდა მიწაში დაფლა ის და დამალა თავისი პატრონის ვერცხლი. დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა ამ მონების პატრონი და ანგარიში მოსთხოვა მათ. ეხლა 5 ტალანტის მიმღები 5 სხვა ტალანტიც მიართვა და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი 5 ტალანტი და აჰა, მათი წყალობით 5 სხვა ტალანტი მოვიგე. ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი სანდო და კეთილო მონავ, რაკი მცირედში სანდო იყავი, დიდს განდობ შენ. შემოდი შენი პატრონის სიხარულში. ეხლა 2 ტალანტის მიღებიც და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი 2 ტალანტი, აჰა, მათი წყალობით 2 სხვა ტალანტიც მოვიგე. ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი სანდო და კეთილო მონავ, რაკი მცირედში სანდო იყავი, დიდს განდობ შენ. შემოდი შენი პატრონის სიხარულში. ეხლა 1 ტალანტის მიღებიც და უთხრა: ბატონო, ვიცოდი რომ სასტიკი კაცი ხარ. მოიმკი სადაც არ დაგის თესია და კრებს სადაც არ დაგიფანტავს. ხო და შემეშინდა, წავედი და შენი ტალანტი მიწაში დავფალი, აჰა, შენვე გქონდეს. ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა მონავ. იცოდი რომ მოიმკი სადაც არ დამითესია და ვკრებს სადაც არ დამიფანტავს, ამიტომაც გმართებ და ვაჭრებისთვის მიგეცა ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებით ურთ. მას წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით 10 ტალანტის მქონეს, რადგან ყველას მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არ მქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. ხოლო ეგურგები მონა გააგდეთ გარესკნერის ბნელში და იქ იქნება ტირილი და ღრჭენაი კბილთა. მეორე იგავი უკვე სიძეს კი არ გვისახავს, არამედ ბატონს. რადგან იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქალწულებთან სიძე იმიტომ თქვაო, რომ მონაზვნები უფრო ახლოს არიანო ღმერთთან. ასე უყურებს იოანე ოქროპირი. მაგრამ ქალწულება ჩვენ თქვით, რომ არის ერთგული ადამიანის სიმბოლო და ამიტომაც არ არის აუცილებელი ყველა მონაზონი იყოს. შეიძლება იყოს გათხოვილი, მაგრამ შინაგანად იყოს ქალწული იმ გაგებით, რომ სისპეტაკეს და სიწმინდეს ინარჩუნებდეს, ხო? იქ არის სიძენა თქვა. ახლა ბატონი. ბატონიც არის ღმერთი, რომელიც აძლევს ადამიანებს და რას აძლევს? ძალას, თანამდებობას, მოწყალების უნარს, სწავლების უნარს. და ყველაფერს იოანე ოქროპირი ასე განმარტავს ამ ადგილს, რომ აქო იმ ხალხზეა ლაპარაკი, ვისაც აქვს რაღაცის მიცემა შეუძლია სხვა ადამიანებისთვის, ხო? ხომ არავინ არ არის ისეთი, რომ არაფრის მიცემა არ შეეძლოს. ზოგ შეუძლია ასწავლოს, ზოგ შეუძლია დაარიგოს, ზოგ შეუძლია ფულით დაეხმაროს, ზოგ შეუძლია საქმით დაეხმაროს, ზოგ შეუძლია მოუაროს, ხომ? უამრავი რაღაცებია და აქ ყველა იგულისხმება ამაში, ყველას თავისი უნარის მიხედვით. ამიტომაც ზოგსო 5 ტალანტი მისცაო, ზოგს 2 და ზოგს 1, ანუ ყველას თავისი უნარი აქვს. ტალანტი ნიშნავს ფულის ერთეულია, ტალანტის კი არა ნიჭი. ტალანტი არის ფულის ერთეული იმ დროინდელ ნიშნავს 6000 დინარს. დინარი იყო ერთი დღის ანაზღაურება, ხომ ადამიანის. ანუ ერთი დღის ანაზღაურება დღეს არის რამდენი თქვა? სიტყვაზე 100 евро თქვა სიტყვაზე. ანუ 6000 ჯერ 100. ხო, ძალიან ბევრია, ხო?
ანუ ამდენი დაუტოვა თითო ზოგს 5, ზოგჯერ ზოგს 2 და ზოგს 1. და პირველმა ორმა იშრომა და გაამრავლა, შეძინა, მოიგო, ამ ტალანტით რაღაც მოიგო და მესამე შემთხვევა არის სასწაული, რომ მიწაში ჩამარხა ეს ტალანტი. და აქ გულისხმება ისეთი ხალხიო, ვინც ისე გაატარებს ცხოვრებას, რომ არავის არაფრით არ ეხმარება. ისნობთ ასეთ ადამიანებს. არის თურმე ასეთი ხალხი, ისე გაატარებს ცხოვრებას, რომ მხოლოდ თავისთვის. არავის არაფერთ არ ეხმარება, არ საქმის, არ ფულით, არც დარიგებდა, თავისთვის თხუნელასავით თავისთვის ცხოვრობს. ამ ხალხზე ლაპარაკი. და საოცარი ის არის, რომ მოვიდაო, ასენი შეაქო, ხო? ცოტაზე თუ ერთგულნი იყავითო, უფრო მეც მოგცემთ თქვენ. და საინტერესო პარალელია, რომ ერის დიდი წინამძღვრები ისრაელში, ვინ იყვნენ? მოსე და დავითი. აბრაამიც. მაგრამ მოსე და დავითი იყვნენ როგორც მეფეები, ხო ერის? ვინ იყვნენ პროფესიით ისინი? ვინა? წყემსები. ზუსტად, ეგ შემთხვევითი არ არის ნათქვამი. წყემსობაში რომ ერთგულნი იყვნენო, ასე განმარტავდნენ ძველ აღთქმაში. დიდი ფარა ჩააბარა მათი ღმერთმა, გესმით? ხო? უთვინიერეს კაცი იყო მოსე და დავითზე კიდე ნათქვამია, რომ დავითი იყო უცროსი შვილი, იესესი, ხო? და ეს ძმები რომ საომრად იყვნენ მეფე საულთან ერთად წასულებისამ, ეს ცხოვრებს წყემსავდაო სტეპებზეო, უდაბნოშიო, სტეპები ქვია, სილის უდაბნო კი არ არის, გარეთ, ისრაელის გარეთ. და იმიტომ ესე ხსნიდნენ მათი რაბინებიო, რომ იმიტომ ყავდა დავითს გაყვანილი შორს ცხოვრებიო, რომ ვინმეს რამე არ გაეფუჭებინათ. ანუ კარგი მწყემსი იყო დავითი. თვითონ კი იღლებოდა ამით, რომ შორს ყავდა ფარა და შორიდან მიდიოდა და მოდიოდა, მაგრამ ერთგული მწყემსი იყო და ამიტომაც ღმერთმა ამაღლა და დააყენა ისრაელის მეფე. ეს არის სიმბოლო იმისი, რომ ვინც ერთგული იქნება ამ ცხოვრებაში, ჩააბარებს მას სასუფეველში მასთან ერთად იმეფებს ის ადამიანი. და ეს მესამე კაცი მოვიდა, ეს არის ძალიან საგულისხმო ეს მესამე ადამიანი და რას ეუბნება? ნახეთ რას ეუბნება. მე ვიცოდიო, რომ სასტიკი კაცი ხარო და იკითხო, სადაც შენ არ დაგითესიაო. წარმოიდგინე, ღმერთს ეუბნება, რომ ვიცი, რომ იკითხო, სადაც არ დაგითესიაო. ურწმუნო ხალხი ხო ასე ფიქრობს? ეს სამყარო თავისით შეიქმნა. ღმერთი რა შუაშია. შემთხვევით რაღაცები დაეწყო და ამიტომ რამდენსაც მითხა იმდეს ავიღებ. არც არავის არაფერს არ მივცემ, ჩემია ყველაფერი. შემთხვევით თუ შეიქმნა სამყარო, რა შუაშია ღმერთი. ეგეთი კაცია ეს ზუსტად, რომ მე ვიცი, რომ იქ ითხოვ, რაც შენი არ არისო, ღმერთს ეუბნება. და იქ კრებო, სადაც შენ არ დაგიფანტავსო, ხო? ნახე, რომ დაფანტავ, უნდა შეკრიბო ისევ, ხო? სამყაროზე რა არის ნათქვამი? სამყაროზე რას ამბობენ მეცნიერები? და რა ქნა? გაიშალა, ხო? გაიფანტა სამყარო, ხო? და შენო იქ კრებო, იქ უმშავო, სადაც არ გაგიფანტავს. ნახეთ, ეგ თიკოს ეგაა ჩადებული ამ იმაში. გესმით და რა არის ნათქვამი ბოლოს სახარებაში ახლა წერია, რომ ღმერთი სამყაროს დაახვევსო ისევ. პეტრე მოციქული აი ამ სიტყვებს ამბობს. რა საოცრებაა? მათ ხო არ იცოდა მთელი ეს ასტროფიზიკა, არაფერი არ იცოდა. ღმერთი ბოლოსო დაახვევს სამყაროს ისე როგორც იყო იმ ადგილში. გესმით? შეიმკუმშებო. და მეცნიერებმა სულ ახლახანს აღმოაჩინეს, რომ სამყარო ფართოვდება თურმე სამყარო. გესმით? და შენო იქ კრებო, სადაც არ გაგიფანტავსო. ღმერთს ეუბნება. იმიტომ რომ ურწმუნოა. ამიტომ შემეშინდაო და წავედიო და შენი ოქრო მიწაში ჩავმალეო. შენი შენვე კონდეს. ანუ საბოლოოდ კი დაინახა, რომ თურმე ღმერთი არსებობს. მაგრამ ასეთი წარმოდგენა ჰქონდა ღმერთზე. გესმით? როგორი წარმოდგენაა ეს? როგორ კარგად რო გავიგოთ. ვისაც ცხოველურ, ანიმალურად ეშინია ღმერთის. მას აქვს საბოლოო ჯამში რწმენა? თქმა უნდა არა. ამას ეუბნება. და ეს ღმერთი მიმართავს მას, რომ უკეთურო და მცონ არა მონაო. თუ ეს იცოდიო, რომ უსამართლო კაცი ვარ და სასტიკი კაცი ვარ და იქ ვითხოვ, სადაც არ დამიფანტავსო. შიშის გამო ხო უფრო მეტად უნდა შეგშინებოდა ჩემი და ხო უფრო მეტად უნდა გაგეკეთებინა ჩემი დავალება. გესმით? ანუ ხო ლოგიკურად თითქოს ასე უნდა იყოს, რომ
თუ მეშინია რომ ღმერთმა არ დამსაჯოს, მაშინ ხო უფრო მეტად უნდა შევასრულო მის ცნებები, მაგრამ მასე ხო არ ხდება. ვისაც ღმერთი არ უყვარს, ის საბოლოო ჯამში ღმერთის ცნებებს არ ასრულებს. მხოლოდ სიყვარულია ის, რაც ჩვენ ნამდვილად ღმერთის ერთგულებას და ცნებების შესრულებას შეგვაძლევს, გესმით? აი ეს კაცი უბრალოდ ეგეთი კაცი იყო და სხვა პარალელურ ადგილას ასე არის, რომ აი შენი სიტყვების შესაბამისად დაიჯებიო. აი ხო გეგონე მკაცრი. ხო ფიქრობდი რომ აგეთი უსამართლო და მკაცრი კაცი ვარო. აი მასეთი იქნება შენი სასჯელიც, ხო? ეს კაცი რომ მეუბნება რომ ვიცოდი რომ სასტიკი კაცი ხარო, მართალს ეუბნება? სასტიკია ღმერთი. ხო, საბოლოო ჯამში ის ღმერთს არ იცნობს. მაგრამ ქრისტეზე როგორ შეიძლება შენ თქვა სასტიკი კაცი ხარო? სასტიკია განა ქრისტე? ხო? რა თქმა უნდა არ არის პირიქით მოწყალია ძალიან და ამბობს რომ თქვენ დასასჯელად კი არ მოსულ ვარ. თქვენ გადასარჩენად მოვედი ამბობს, ხო? მოვედი იმიტომ რომ ჩემი თავი დავდო თქვენს გადასარჩენად. როგორ შეიძლება შენ მას უთხრა სასტიკი კაცი ხარო? ესე იგი რას ნიშნავს რომ ეკლესიაშია ვითომ ფორმალურად. იმიტომ რომ ეს ყველა ადამიანი ქალწულებით ეს სამი ადამიანიც ესენი არიან ეკლესიის წევრები. ეს ბოლო მონაკვეთი თქვენ უნდა ეს გააზრებული გქონდეთ. ეს ბოლო მონაკვეთი ეხება ეკლესიას. ის ხალხი ვინც მას არ აწმუნებს და არ მიიღებს, ის ისედაც დაღუპულია. ხოლო ეკლესიას ეხება 5 გონიერი ქალწული ეკლესიაში, 5 სულელი ქალწულია. აქაც 2 ერთგული მონაა, 1 ესეთი მონაა, ფორმალურად მონატულია, მაგრამ ამბობს რომ სასტიკი კაცი ეგ და არ შევასრულებ მის ბრძანებებს და უნება რომ აი ამისთვის დაიჯები. და ამას რო თქვა რომ მეო შემეშინდა, რისი შეეშინდა, როგორ გონიათ? აიო, შენი რისი შეეშინდა? თვითონ დამართლდა ცუდი და ხო, მაგრამ აი იმ მაგრამ მესმის, მაგრამ არა ეგო ეს ფული. რო ეს ფულიც არ დაეკარგა. ხო, გასაგები. აი ზუსტად ეგ იყო მისი შეცდომა და დანაშაული. ღმერთი მას ეუბნება რას? ამან უთხრა რომ აი სწორია თქვენ ბრძანეთ რომ მე რო ეს ფული მიმეცა ვინმესთვის. შემეშინდა რომ რო არ დაებრუნებინათ? ხო ასე მსჯელობს ადამიანი. აი ვალში რომ მიცე ვინმეს ეს ფული, ან საქმეში ჯავაბანდო, ხო? რომ არ დამიბრუნოს უკან და ღმერთი ამიტომ ჯის. დაიბრუნებს თუ არა უკან ეს შენი საქმე არ არის. შენ უნდა გასცე ის რაც მოგეცი. უკან დაბრუნებას მე მოთხოვ ხალხს, ღმერთი ეუბნება, გესმით? აი ასე, აი მაგალითად, აი ღდელი ქადაგებს სახარებას, კარგად, თქვა, ქადაგებს კარგად. იმაზე კი არ უნდა ფიქროს დამიბრუნებენ თუ არ დამიბრუნებენ. მან უნდა ეს გასცეს, მორჩა. დააბრუნებენ თუ არ დააბრუნებენ, ამაზე ღმერთი მოსთხოვს მათ პასუხს, გესმით? აი მაგალითად მე მაქვს ჩემი ხელფასიდან მე-10 გადადებული რომ აი ვიღაცა ჩემ უბანში გაჭირვებული მოხუცი ქალია და იმას უნდა მივცე. ის მადლობას მეტყვის თუ არ მეტყვის, ეს ჩემი საქმე არ არის. ის ღმერთმა იცის და იმ ქალმა, გესმით? ამიტომ მე უნდა გავცე ის რაც შემიძლია. ვარ მაგალითად სკოლის დირექტორი სიტყვაზე და აი და ნიჭიერი ბავშვია ვატყობ და უნდა აუცილებლად ხელი შეუწყო მას რომ ის ნიჭი არ მოკვდეს, ხო? მისი მშობელი მე საჩუქარს მომიტანს, როგორც იციან ხოლმე თუ არ მომიტანს, აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს მაგას. მე ეს ჩემი ძალაუფლება იმ სკოლის დირექტორის უნდა გავცე იმაში რომ იმ ბავშვს გაუხსნა გზა. ამას ამბობს ღმერთი, იმიტომ დაიჯები შენ რომ შენ ჩემ საქმეში რას ერევი. მოგებას მოიტანენ თუ არ მოიტანენ, მაგას მე მოვითხოვ, შენ უნდა გასცე. აი ეს არის ჩვენი დავალება, გესმით? ეს არის ჩვენი დავალება. ჩვენ უნდა გავცეთ რაც შეგვიძლია რომ დავეხმაროთ სხვა ადამიანს. ბადრო? უანგარობა, დიახ? ზუსტად აი ეს არის, დიახ?
ზუსტად. მადლობას ვეუბნები და არ ვერით მისგან არაფერს აჩუქარს იმისთვის რომ მადლობას ვეუბნები. აი ზუსტად ეს, აი ამას თხოვს ღმერთი და ამიტომ ისჯება. აი ეს უნდა გახსოვდეს ეკლესიაში აუცილებლად. ესმით რომ ანგარება, ანგარიშიანობა იმაზე რომ მე რაღაც შემიძლია და ვაკეთებ და ველოდები, ხო? ეს არ არის ჩვენი საქმე. უნდა გააკეთო, რაც შეგიძლია დანარჩენს ღმერთი. და ნახეთ, ამიტომაც გმართებ და ვაჭრებისთვის მიგეცა ჩემი ვერცხლი. ვაჭრები ვინ არის? ხა ეს სიმბოლოა. ეხლა ვაჭრებზე, ბანკირებზე ვინ არიან ვაჭრები? გაჭირვებული ხალხი არიან ვაჭრები. აი ეს ქალები, გახსოვთ ის ქალწულები რომ გაიქცნენ სავაჭროდო. ვის მოსაძებნად გაიქცნენ? საქმეები, მაგრამ ის ვაჭრები არიან ის გაჭირვებული ადამიანები, ვისაც უნდა დაეხმარონ რა. არ ვეღარ იპოვეს იმ დროს დამთავრებულია ყველაფერი, ხო? ისინი ალბათ ღმერთმა შეიწყალა, ხო? იმიტომ გაჭირვებისთვის და ვაჭრებისთვის უნდა მიგეცა ჩემი ვერცხლი, ნიშნავს რომ შენი ნიჭი, უნარი, ძალაუფლება, ცოდნა, გონება, ყველაფერი რაც გაგაჩნია, ხელოვნების ნიჭი მაგალითად, ხო, მუსიკა, ყველაფერი რაც შეგვიძლია, რომ რითაც შეგვიძლია რომ ადამიანი გადავარჩინო. უნდა მიუცეთ ადამიანს რომ ისიც გადარჩეს. აი ეს არის. დაგვიბრუნებს თუ არ დაგვიბრუნებს ეს ჩვენი საქმე არ არის. აი ეს არის და ყველაზე მთავარი მომენტი. რას ამბობს ღმერთი? აი ამ დანაშაულის გამო წართვით მაგას ის ერთიც რაც აქვს და მიეცით ვისო? ვისაც აქვს 10-ო. რადგან ვისაც აქვს მიეცემა და მიემატება და ვისაც არ აქვს წაერთმება ისიც რაც აქვს. როგორ გავიგოთ ახლა ეს ხო ძალიან ცნობილი ის არის. ვისაც აქვს მიეცემა და მიემატება, ვისაც არ აქვს წაერთმება ისიც რაც აქვს. რა უნდა გქონდეს რომ კიდე მომეცეს და მომემატოს? ვისაც აქვს წაერთმება და შეუძლია გაცემა, ის ხო იმას უფრო მეტი მეტო. ანუ მოწყალების უნარი ვისაც აქვს. ხო? კი მაგრამ ეს ყველაფერი ისევ ისტორია, სიკეთის უნარი, მოწყალების უნარი, სწავლების უნარი, ეს ყველაფერი ისევ ერთიანდება ერთ სიტყვაში. სიბრძნე. შეიძლება მადლიც უწოდოთ, მაგრამ მართალი ხარ. შეიძლება სიბრძნე იმისა, რომ მე ღმერთის ცნებას უნდა დავემორჩილო. აი ეს არის მთავარი. სიბრძნე თუ მაქვს, რომ ღმერთის ცნებას უნდა მოვისმინო და გავიგო და დავემორჩილო, აი ეს ვისაც აქვს, მიეცემა და მიემატება. მეთი ადგილი მინდა აქედან ამის პატრონ არა, ფხიზელი სული, რო აი მე ფხიზელი ვარ და მე ღმერთის ცნებას უსმენ და ვასრულებ. ანუ ერთ აი მაშინ ასე იყო მათ სწავლებაში, რომ ერთ მცნებას ვირჩია, ვინც მოусმენსო თორადანო. ღმერთი იმას სხვა მრავალ ცნებას მოასმენინებს. და ვინც ერთ მცნებას ზურგს აქცევს, არაფერს აღარ მისცემს ღმერთიო. აი დანიელ წინასწარმეტყველთან არის ესეთი ადგილი, რომ ნახეთ, რომ ღმერთი ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს. ბრძენ კაცთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ ცოდნას. ნახეთ, ბრძნენ კაცებს აძლევს სიბრძნეს და გონიერებს ცოდნას. რა არის უცნაური ამ ფრაზაში? ბრძნებს სიბრძნე რაღაც უნდა. ბრძედნი არიან, ხო? და გონიერს რაღაც უნდა ცოდნა. უჭკოს უნდა, ხო? უნურს უნდა ცოდნა, რომ გონიერი გახდეს. მაგრამ ღმერთი ასე არ აკეთებს თურმე. ღმერთი იმას აძლევს კიდევ მეტ სიბრძნეს, ვინც ბრძენია და ვინც უსმენს ეს სიტყვას. ნახეთ, აი ეს ადგილი მინდა გაჩვენოთ. რა თქმა უნდა, სიბრძნეც ეს არის ზუსტად, ხო? სიბრძნეც ის არის, რომ მე ის ერთი მცნება რომ გავიაზრე და მივხვდი რა კარგია ეს ჩემ ცხოვრებისთვის. სიბრძნეც ეს არის და ვაფასებ და ამის შემდეგ ღმერთი მიხსნის და მიხსნის სხვა კარებს, რომ უფრო და მეტი გავეგო. ერთ ცნებას თუ დაუკეტე კარი, აღარაფერს აღარ გამაგებინეს ღმერთი. კი, ზუსტად. სიბრძნეც მაგაში მოვა. ნახეთ, აი ეს ყველა ქონეს მიეცემა და მიემატება, და ყველა არ მქონეს წაერთმევა ისიც რაც აქვს. ნახეთ, სხვა ადგილები ეხმიანება მას ბიბლიიდან. იგავთა წიგნში არის ესეთი ადგილი, ძველ აღთქმაში. გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს. ანუ რჯული
მოისმინოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს და შეგნებულმა მიიღოს ბრძნული რჩევა. შეგნებულმა მიიღოს კიდევ უფრო მეტი ბრძნული რჩევა. ასევე მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება. ასწავლე მართალს და ცოდნას მოიმატებს. ანუ ბრძენი ის არის, რომ ჩემ რჩევას მოусმენს და კიდევ უფრო მეტად ბრძენი გახდება. გესმით? მართალი კაცი ის არის, ვინცაც მოისმენს და შეემატება. და ეს არის ერთ-ერთი ტრაქტატიდან, მე ხო მიშნადან გიკითხავთ ხოლმე თქვენ, აი ძველი აღთქმიდან როგორ აზროვებდნენ ისინი. მიშნადან არის ეს ტრაქტატი ბრახა 55a. და წერია ესეც ძალიან საინტერესო, რაც ჩვენ იგავს ეხმიანება. იცი რატო ვაკეთებ ამას, რომ ჩვენ გამეგაჩვენოთ, აი ქრისტე რასაც ლაპარაკობს, ეს ციდან მოწყვეტილი კი არ არის, რჯულიდან არის ამოსული. გესმით? მithumetes როცა ებრაელებს ელაპარაკება და იუდეველებს ელაპარაკება, ეს მათთვის ნაცნობია. ოღონდ ქრისტე რას აკეთებს? ის გამოაკრისტალებს საუკეთესო რაღაცებს და ეუბნება, აი ასეთი უნდა იყოს რჯული. ხო, რჯულის აღსასრულებლად მოვედი, აი ამას გულისხმობს. აი საუკეთესოებს გამოარჩევს, ღვთაებრივად დაალაგებს და ეუბნება, ისე კი არა, თქვენი ფარისევლები რო გასწავლიან, რომ 10 ჯერ უნდა დაიბანოთ ხელი. ეგ არა, აი ესაა მთავარი. აი ეს უნდა გესმოდეთ და აი ეს ბრახა 55-ია, ნახეთ რას ამბობს. რაბი იოჰანანმა თქვაო, ღმერთი მხოლოდ მას აძლევს სიბრძნეს, ვისაც სიბრძნე გააჩნია. ბრძენ კაცს სიბრძნეს აძლევს, გონიერებს კი ცოდნას. და რაბი დაღლიბამ მოისმინა ეს და უთხრა, რაბი აბაჰუსო, იმან კი უთხრაო, თქვენ მაგ ადგილზე დაყრდნობით ასწავლით ასე, ხოლო ჩვენ მაგასვე ვასწავლით, რადგან ნათქვამია, სიბრძნე ჩაუდე ყოველ ბრძენ კაც გულშიო. გამოსვლათა 31 თავში. სიბრძნე ჩაუდე ყველა ბრძენ კაც გულში. ასევე ამბობს ტრაქტატი მეხილთა 53b. დაწერილია, უკეთუ სმენით ისმინო ხმისა უფლისა, ღვთისა შენისაო. აქედან გამომდინარე ითქვა, თუ კაცი ერთ მცნებას უსმენს, მოასმენინებს მას ღმერთის სხვა მრავალ მცნებას. უკეთუ სმენით ისმინო და თუ კაცი ერთ მცნებას დაივიწყებს, დაავიწყებინებს მას ღმერთი მრავალ სხვა მცნებას. და წერია, უკეთუ დავიწყები დაივიწყო უფალი ღმერთი შენი. ხო, უცნაური ფორმულირებაა, ხო? სმენით ისმინო უფალი შენი ღმერთისა. ას ნიშნავს სმენით ისმინო. აი როგორ გონიათ? დღეს ხო ჩვენ ამ ფრაზას არ ახმარავთ. ან თუ დავიწყებით დაივიწყო. ებრაულში აი ესე წერია ზუსტად. რას ნიშნავს? თელი გულით ისმინო. ხო, გას სმენით ისმინო. დავიწყებით დაივიწყო? ხო, ანუ შენი ზუსტად ანუ ხო, ანუ პოზიციურადაც ჩვენ სმენის მდგომარეობაში ვართ და ამ სმენის მდგომარეობაში აქტიურადაც უსმენ. გესმით? ანუ ხო, ანუ განწყობა გვაქვს რომ უნდა უსმინოთ მას და აი ამ განწყობაში კიდევ უფრო მეტად უსმენთ იმ კონკრეტულ მცნებას. აი ამაზეა ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ზუსტად მაგაშია საქმე. აი, ნახეთ ბიბლიაში არის ეს ფორმულირება, როგორი საინტერესოა ეს ფორმულირება, რომ სმენით ისმინო და დავიწყებით დაივიწყო. ან კაცი რომელიც ისე ცხოვრობს, რომ არაფერი არ ადარდებს, აი დავიწყების მაშია, მოდუსშია. აი არ ადარდებს არაფერი და ცნებასაც რომ გაიგებ, შემთხვევაში შემოვიდა ეკლესიაში თქვა და გაიგო, რაღაც კარგი ცნება გაიგო. დავიწყებით დაივიწყო, იმიტომ რომ მოდუსი მისი ან ცხოვრებისეული დავიწყების არის. არ აინტერესებს არაფერი და იმ ცნებასაც ვერ იგებს. ამიტომ თუ სმენით ისმინო შენი ღმერთის, მოგცემს და მოგცემს და მოგცემს. ხო? აი დათოშე რომ მკითხეთ, ეხლა რას ნიშნავს, ვისაც აქვს მიემატება და მიეცემა და მიემატება. აი ამას ნიშნავს. თუ სმენის მდგომარეობაში ცხოვრობ ღმერთთან მიმართებაში, გაძლევს და გაძლევს და გიხსნის და გიხსნის. თუ დავიწყებაში ხარ, არაფერს ვერ გაიგებ. ასევე ნახეთ ეს ადგილია რომ მაგალითად ჩვენ ადამიანები მაგალითად სუფრასთან ადამიანთან მივალთ და მისი ჭიქა სავსეა ღვინით. კიდევ ასხავთ ხოლმე? აღარ ვასხავთ, ჭიქა სავსე აღარ ვასხავთ.
და ისინი ამბობდნენ, რომ ღმერთი მასე არ იქცევა. სავსეს ასხავს კიდე ღმერთიო. ხო? ჩვენ სავსეს აღარ ვასხავთ, მაგრამ ღმერთი რომ დაინახავს, რომ სავსე ასიბძნით, მივა და იქ კიდე ასხავს სიბძნეს. და ასევე ეს მათი მოძღვრები ამბობდნენ, რომ აი შენო მაგალითად ხო ჭკვიანი ადამიანი ხარო. რომ მოვიდეს შენთან ღატაკიო და გთხოვოს საკმაოდ დიდი თანხა ასესხებო? მოვიდეს მეორე დღეს და მდიდარი კაცი და გეუბნება რომ აი მას ესხე და დაგიბრუნებ. რომელსაც თუ ასესხებ? დიდარს, იმიტომ რომ იმედი გაქვს რომ შენ დაგიბრუნებს. აი ასე იქცევა ღმერთით ზუსტად. ადამიანების უმრავლესობა ასე მოიქცევა რომ ღარიბს გიჭირს. არ გინდა ხვდები რომ აი ღარიბს თავი დავანებოთ, აი ფლანგველია თქვა. ფლანგველია, ხო? არასანდოა, ფლანგველია და მოვიდა და გეუბნება რომ მას ესხე 1000 ევრო. მისცემ? ან ლოთია მაგალითად. შენ იცი რომ იმას სასმელში დაამღერებს, ხო? ამიტომ არ მისცემ. ამიტომაც ღმერთით ზუსტად ასე არის. ვისაც ხედავს რომ საიმედოა და სანდოა, იმას აძლევს სიბრძნეს, ხო? აი ერთხელ სამუდამოდ ეს ფრაზა გავიგეთ, რას ნიშნავს, რომ ვისაც აქვს, მიეცემა და მიემატება და დაიმახსოვრეთ, სმენით მსმენელი და სმენით მსმენელს ისევ ეძლევა, დავიწყებით დამივიწყებოს, არაფერი აღარ ეძლევა. აი ეს არის ამ იგავის შინაარსით. და იქ გააგდეთო გარესკნელის ბნელშიო. გარესკნელი რა არის? სკნელი ქართულში არის ქვესკნელი, ზესკნელი, შუასკნელი. სკნელი ნიშნავს სივრცეს, ხო? აი რკალს, რომელიც არის ან შუაში, ან ცენტრში, ან გარესკნელი ნიშნავს უკიდურესი გარეთაკწრე. უკიდურესი რკალი. აი იმის იქით რომ აღარ არსებობს არაფერი, აი ღმერთისგან გარესკნელი არის ყველაზე შორს ღმერთისგან გააგდეთ და იქნება იქ კირილი და ღრჭენა იკბილთა, ეს კბილთა ღრჭენა ჩვენ თქვით რას ნიშნავსო? ბრაზი იმაზე რომ შენ რაღაცა გამოტოვე ისეთი, რომელსაც ვეღარ დაიბრუნებ, ბრაზი იმისა რომ შენ ვერაფერს ვეღარ შეცვლი, სინანული იმისა რომ შენ დაკარგე რაღაცა დიდი და უძლურება. აი რომ გეუნებიან რომ კბილი გიტყივა, მაგრამ ექიმი ორშაბათამდე არ იქნება და უნდა მოითმინო და არც წამალი გაქვს, რას აკეთებ? კბილთა ღრჭენა, მაგრამ უნდა მოითმინო ეს ტკივილი, როგორღაც რომ გადაიტან. აი ეს არის ამას გამოსახავს სიმბოლურად ღრჭენაი კბილთა და მესამე მონაკვეთი და ამი დავასრულოთ 31 მუხლიდან და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმინდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე და შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს მარცხნივ და მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ, მოდით კურთხეულო მამისა ჩემისა მიერ და იმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან, რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი, წყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ, შიშველი ვიყავი და შემოსეთ, სნეული ვიყავი და მომხვედით, საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ. მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას, უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ, როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ, ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ, როდის გიხილეთ შენ სნეული, ანდა საპყრობილეში და გინახულეთ და მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რითაც შეეწიეთ ერთ სამს ჩემს მცირე ძმათაგანს, იმითი მე შემეწიეთ. მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომარეთაც, წადით ჩემგან წყეულნო საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული, რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი, წყუროდა და არ მასვით, უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ, შიშველი ვიყავი და არ შემოსეთ, სნეული ვიყავი და საპყრობილეში და არ მინახულეთ. მაშინ ისინი პასუხად ეტყვიან მას, უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან წყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ შენ? მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რითაც არ შეეწიეთ
ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს იმითი არც მე შემეწიეთ და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი საუკუნო სიცოცხლეში. საუკუნო ანუ მარადიულ დაუსრულებელ სატანჯველში ან დაუსრულებელ სიცოცხლეში. აი ეს ადგილი იყო დიდი მუხტი იმისა, რომ იმისათვის, ანუ მამოძრავებელი იმისთვის, რომ ქრისტიანებმა პირველებმა დაიწყეს ისტორიაში. მანამდე არ იყო ეს ჰოსპისების, სავადმყოფოების, თავშესაფრების გახსნა. ეს ქრისტიანული კულტურის ნაყოფია, ხო, რომ შიშველს, მშიერს, წყურვალს, ნეულს, ტოლვილს უნდა დაეხმარო, ხო? მაგრამ ნახეთ რა არის საგულისხმო მთელი ამ ბოლო ჟამის დასასრულს, აი ბოლო ჟამის ამბების, სწავლების დასასრულს ამბობს ქრისტე ამას. ანუ ეს უპირველესად გაჭირვებულთა დახმარება ეხება რომელ მომენტს? ვაების დროს. აი ბოლო 7 წელიწადის ბოლო 3.5 წელიწადს. როცა ანტიქრისტე განსაკუთრებით გაავებული იწყებს მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი ხალხის ტანჯვას. აი იმ მომენტს ეხება და პირველ რიგში ეხება ვის, რომელ ქვეყანას? ისრაელს, რადგან იქ ხდება ეს დიდი უბედურებანი და შემდეგ ეხება ყველას იმ დროს, რა თქმა უნდა, ალბათ ბევრ ადამიანს სხვაგანაც ძალიან გაუჭირდება. ჩემს ძმათაგანს რატო ამბობს ქრისტე? მასი ძმები ვინ იყვნენ? პირველ რიგში ვინ იყვნენ მისი ძმები? ებრაელები. ებრაელები. ის ხო იმ ხალხის შვილი იყო. ამიტომაც ეს არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ ქრისტიანებს. გვახსოვდეს რომ ჩემს ძმებს, აი იმ გაჭირვებაში მყოფ ჩემს ძმებს, გულისხმობს რა თქმა უნდა იმათ, ვინც მისი მორწმუნენი იქნებიან. ვინც მას მიიღებენ და მათაც ხო უჭირთ, ხო? და აი ჩემს ძმებს, ვინც არ დაეხმარებით, იცოდეთ რომ მე გამიკეთეთ, რაც მათ გაუკეთეთ, ის მე გამიკეთეთ ამბობს ქრისტე. მაგრამ არა მარტო მათ ეხებათ ეს. ეს ყველაფერი გვეხებათ საერთოდ ზოგადად ყველა ქრისტიანს, რომ გაჭირვებულს უნდა დავდგეთ მხარში. ნახეთ პირველი რა არის, აი ეს თავიდან რომ დავიწყოთ. როცა მოვა ძე კაცი თავისი დიდებით და ყველა ანგელოსთან ერთად და დაჯდება თავის დიდების ტახტზე. რა არის ეს დიდების ტახტი? არა, აქ მოდის უკვე. აქ ჯდება თავის დიდების ტახტზე. და აი იმაში მათ სწავლებაში ძველ აღთქმაში იყო ესეთი სწავლება იყო, რომ მესიის ტახტი, ქრისტეს ტახტი არის ქმნილებაზე უწინარესი რა. აი ესე ამბობდნენ მაგალითად მე მინდა ეს ადგილი გაჩვენოთ თქვენ ხლავე რომ არის რაღაცეები ასე ასწავლიდნენ რომ სამყაროზე ქმნილებაზე უწინარესი არის 7 რამეო. მაგალითად თორა, ანუ რჯული ღმერთის სწავლება ეს სამყაროზე უწინარესი, ანუ ღმერთში იყო ეს ყველაფერი, გესმის? ანუ ღმერთის არსშია. ის სწავლება, რაც თორაშია მოცემული, მოსეს რჯულში ის ღმერთში იყო მანამდე, სანამ დაიწყებდა ის სამყაროს შექმნას. გესმით? მერე კი არ მე გახდა ცნობილი ჩვენთვის, მაგრამ ეს ღმერთში იყო, ამბობდნენ. თორა, სინანული, ედემის ბაღი, ეს ღმერთში იყო უწინარეს ქმნილებისა, გენა, ღმერთისგან განშორება, დიდების ტახტი, ზეციური ტაძარი და მესიის სახე. ზეციური ტაძარი ჩვენ აპოკალიფსში ვხედავთ, რომ იოანე ხედავს ზეცაში ტაძარს, ეს არის ქმნილებამდელი მოვლენა ზეცაში და ერთ-ერთი არის ქრისტეს ტახტი. აი აქ რასაც ამბობს უფალი, რომ მოვა მესია, მოვა ქრისტე თავის დიდების ტახტზე დაჯდება, ეს მათ იციან რა ლაპარაკობს ქრისტე. რომ იმას, აი იმ ტახტზე, რომელიც მარადიული იყო, ყოველთვის არსებობდა, აი იმას ახსენებს. ანიშნავს, რომ ის რაც ღმერთში მარადიულად არსებობდა და დაფარული იყო, ხილული გახდება ჩვენს შორის, დედამიწაზე ხალხს შორის დაჯდება მესია თავისი დიდების ტახტზე. ახსოვთ თქვენ ფსალმუნებს ხომ კითხულობთ, აი 92 ფსალმუნი. ბევრს დაგიკითხავთ ალბათ. როგორ ამბობს ნახეთ? მეორე მუხლი. გამზადებულა არ საყდარი შენი მიერიდან და საუკუნიდან შენ ხარ. საყდარი იგივე ტახტი. მეორე სახელია საყდარი ტახტი. გამზადებულია საყდარი შენი მიერიდან, ანუ მარადიულად და საუკუნიდან შენ ხარ.
ასევე ნახეთ იერემია წინასწარმეტყველის მე-17 თავშია იგივე მე-17-ის მე-12 მუხლი. ნახეთ დიდების ტახტი ამაღლებულია დასაბამიდან ჩვენი საწმინდარის ადგილსამყოფელი. ჩვენი საწმინდარი ან ღმერთი და მისი დიდების ტახტი არის ამაღლებული უკუნისამდე. აი ეს არის რასაც ქრისტე ამბობს, რომ მისი დიდების ტახტზე, რომელიც მარადიულია, დაჯდება მესია. და დააყენებს, გაყოფს ხალხს, როგორც აი ადრე ჩვენ ხო წავიკითხეთ იოანეს სახარებაში, რომ ბადეს გამოათრევენ, როგორც ბადეს ისე გამოათრევენ ამ მთელ ხალხს, ვისაც უცხოურია ქვეყანაზე და გაარჩევენ ცუდს კარგისგან. აი იგივეს ამბობს უფალი, რომ ცხვრები და თხები, როგორც ცხვრები და თხები ისე დადგებიან, ცხვრები მარჯვნივ, თხები მარცხნივ. რატომ ამბობს ცხვრებს და თხებს? რა განსხვავებაა ცხვრებს და თხებს შორის? სწორია. თხა ჯიუტია. ცხვარი მორჩილია. შვიდია, წყნარია, მორჩილია, სადაც ეთქვით მიდის, ხო? აი ღვთის წინაშე, ნახეთ, ეს ორივე ხალხი მისი მორწმუნეები არიან სინამდვილეში. მაგრამ ესენი ჯიუტები არიან. ესენი აკეთებენ ყველაფერს ისე, როგორც მათ უნდათ. თხა ხო ასეთია. ძნელია მისი დამორჩილება. სადაც არ გინდა იქ შეხტება, იქ ჩამოხტება, იქ იმას გააფუჭებს, იმას მოკორტნის, რაც მავნებელია, ხო? და ასევე თხა არასდროს არ არის ისეთი ნაყოფი, როგორც ცხარი. ცხარი უფრო შემოსავლიანია. ცხარი მეტი ნაყოფი მოაქვს ცხარს. ამიტომაც სიმბოლურად ირჩევს ცხარს და თხას უფალი. და მათი დანაშაულის და მათი სათნოებაც არის 6 მოწყალების საქმე. რას თქვით? 6 მოწყალების საქმე. ხო? შიერის დაპურება, წყურვალის დარწყულება, შიშველის ჩაცმა, ტოლულის შეფარება, სნეულის მიხედვა და ციხეში მყოფის მონახულება. პირველად იმ ვაების დროს და ზოგადადაც ყოველთვის და ეუბნება რომ რაც გაუკეთეთ, იმათ უკვირთ, რადგან მათ აი როგორც ჩვენ თქვით, ეს საქმეები აკეთეს ოღონდ ისე რომ იქიდან არელიან პასუხს, ხო? მოგახსოვთ, ხო თქვით რომ აიო შენ გაეცის იკეთე და იქიდან ნუ ელოდები მონა მოგებას. ამ ხალხმა ეს საქმეები აკეთა თელ ცხოვრებაში, თავის ცხოვრება, ხო? მოგება იქიდან არ მიუღიათ, მაგრამ თურმე ეს მოგება გროვდება სადღაც. სად გროვდება? ქრისტეს დიდების ტახტთან გროვდება ეს მათი მოგება. რომ მოვა ქრისტე უნდა აქებს მათ, რომ მოდით კურთხეულნო, რადგან ყველაფერს აკეთებდით ისე როგორც უნდა გაგეკეთებინათ. ანუ ნახეთ, წინა იგავს როგორ ეხმიანება, ხედავთ ეს? წინა იგავში ხო ამაზე იყო ლაპარაკი, რომ მოგება უნდა მოიტანოს იმან რაც ღმერთმა მოგცა. და ესენი თურმე ამას აკეთებდნენ, მოგება დაუგროვებია. მაგრამ არიციან თავად რომ მოგება დაუგროვებია და ეგ როდისო უფალო, შენ როდის დაგხმარები ვარ ჩვენო ეუნებიან და ეუნება ქრისტე რომ ყველაფერი რაც ერთ უბრალო ადამიანს გაუკეთეთ, ის მე გამიკეთეთ. ვინ არის, ბატონო? უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს, აი დღევანდელ ცხოვრებაში როგორ შეიძლება ეს გადმოვიტანოთ? ამ შიერის დაპურება და ეს ყველას ეს ძალიან მარტივად, შიერის დაპურება, როგორ შეიძლება მარტო შიერის დაპურება ხო ეს შეიძლება იმის ჩაცმა, ასაცვის ჩაცმა, აი რაც იცი, აი მე გეტყვით, აი დღევანდელ იმაში როგორ შეიძლება მე ეს გავიგე რომ თუ რა შეგვიძლია გავცეთ. შეგვიძლია ეს შევით იქნება ასაცმელი არა კი, აი მე გეტყვით ჩემ ცხოვრების მაგალითზე, აი სულ ამ დღეებში მოხდა ეს ამბები რა. კაბალომა დასვა ვინც ახლა შეიძლება არის მის კითხვა. კაბალომა დასვა კითხვა რომ აი დღევანდელ ცხოვრებაში ეს 6 საქმე როგორ უნდა გავაკეთო. აი ერთ-ერთმა ჩვენი მრევლის წევრმა მაგალითად, აი ხა გამიშველება რომელ ეკლესიაში იყო, სად იყო. იქ სადღაც საქართველოს რომელიღაც ქალაქში ეს ცოტა ხნის წინ მოხდა. მან გაიგო რომ ერთ-ერთ ბავშვს გარდაეცვალა დედა. არავინ აღარ აყავს, დეიდაც არც დეიდა ყავს, ბებიაც მოხუცი ყავს, გარდაეცვალა დედა და მან ეს ამბავი გაიგო მაგალითად, ხო? ეს არ დაავიწყდა. გაიგო, მოიკითხა, იმისი ახლობლები აქ არიან, ვიღაცები მოიკითხა და აი ის ბავშვი ახსოვს რა. ის ბავშვი ახსოვს, რომ ფიქრობს, რომ აი დედა რო გარდაეცვალა, რა უნდა ქნას იმ ბავშვს? პატარა ბავშვია რა, 5 თუ 6 წლის.
და იმის მერე არ ავიწყდება ის ბავშვი და იქ იმ ქალაქში ვიღაც ნაცნობები გამონახა და აქ ყიდულობს ხოლმე ხან ქურთუქს იყიდის, ხან ჩექმებს იყიდის, ხან ჩანთას იყიდის, ხან რაღაც იყიდის და ატანს ხოლმე იყავს ერთი ნაცნობი ვინც იცნობს და მიაქვს ხოლმე იმ ბავშვთან. აი ესე. ადამიანი მაგალითად მე გეტყვით აი ჩემი ოჯახიდან. ჩვენ ყავდა უბანში ერთი ქალი, რომელიც დედაჩემის ადრე დედაჩემის ყოფილი თანამშრომელი იყო რა. და ის გახსოვთ 90-იანი წლები რო იყო ძალიან მძიმე წლები. არავის არ ქონდა ბევრი თვითონ. მაგრამ დედაჩემის სახლში სადილს ან რაღაცას რო გააკეთებდა ხოლმე, გვეტყოდა რომ შვიდო მიდი რომ აი გაიქეცით და იმას მიუტანეთო რა იმ ქალს, იმიტომ რომ იც მარტო ცხოვრობდა. და ჩვენ ახლა ბიჭები ვიყავით და ჩაგვიდიებდა ხოლმე, ჩან გაუმზადებდა რაღაცა წვნიანი იყო, რაღაცა ისა რა იქნებოდა და არ შეეძლო რომ ისე გვეჭამა ჩვენი სადილი რომ მას ახსოვდა რომ ის რა სჭამს ნეტა ის ქალი. ისე აი ძალიან მარტივია ამის გაკეთება. ძალიან მარტივია. ყველას ყავს ეგეთი ხო? ყველას შეგვიძლია ვიპოვოთ ვიღაცა ეგეთი. აი ეს არის მეტი არაფერი. ხო, ზუსტად ესე. აი მაგალითად ციხეში არიან აქ ჩვენი ბიჭები ქართველები, ხო? მე ხარ რო თქვა მაგალითად რომ არ მცალია ეხლა კაცო 200 კილომეტრზე როგორ არ მცალია ბევრი საქმე მაქვს, ხო? მაგრამ მე ხო ვიცი როგორ ელოდებიან ჩემს მისვლას ორ თვეში ერთხელ. ხო? უნდა მოვიკლო ყველაფერი დროც ისიც და ჩავიდე რომ ის 7-6 თუ არიან თუ 20 თუ 5 ნამდვილ ხან მიდიან ხან გაუშვებენ ხან დაიჭერენ მე ხო ხო და აი ესეა რა აი როგორც ადამიანს უნდა გახსოვდეს სხვა ადამიანი მეტი არაფერი არ არის საჭირო იქ გლობალურზე ნუ ვიფიქრებთ ეხლა რომ აფრიკაში ეხლა გადავარჩინოთ ერებ ეს და დიდი გლობალური რაღაცაა მაგრამ ისიც შეიძლება მიმარ ყველას ყავს ხო ყველას ყავს და შეგვიძლია ეს გავაკეთოთ აი ეს არის და თურმე ეს გროვდება ქრისტეს ტახტის წინაშე და ის იმათაც გასამართლებელი ისა აქვს რომ ჩვენ შენ როდის გითხარი თუ არიუნე შენ როდის გითხარი თუ არიო იმიტომ რომ ჩვენ ხალხს ადამიანებს ვეუბნებოდი თუ არს და ვისწევნება რომ რაც რა უარიც უთხარით ერთს უბრალო ადამიანს ის მე დამაკელით ამობს ქრისტე და აი ძვახმაში იყო ასეთი სწავლება ესე ტრაქტატი იომა 72b თალმუდიდან არის რომ რაბამ თქვაო გთხოვთო მოწაფებს ეუნება გემუდარებითო მოწაფებს ეუნება ორჯერ არ დაიმკვიდროთ გენა რა შეიძლება ორჯერ გენა არ დაიმკვიდროთ ხო და როგორო კითხესო და როგორო და ერთხელო თორას ჯულსო არის სწავლითო თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცეო ამ დედამიწაზე გესმით ანუ თუ თქვენ რწმენას არის სწავლით რწმენა არ გეწოდინება და ჯული ცნებები თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა აქვეო და მეორეთო იქაც მარადიულ ჯოჯოხეთში გადახედეთ საქართველოს ჯოჯოხეთად ვაქციეთ საქართველოს ცხოვრება რატო იმიტომ რომ უმრავლესობა არის ურწმუნო უმრავლესობა არის ქურდი მექთამე ბოროტმოქმედი მატყუარა გადახედეთ პოლიტიკოსებს გადახედეთ და ჯოჯოხეთად არა გვაქცეული ქვეყანა როგორ ჯოჯოხეთიდან როგორ არა სანამ ეს უნდა გავიგოთ და ეგვეშველებ როცა ამას გავეგებ ანუ ეს კაცი ეუნება ეს მოძღვარი კარგი მოძღვარი ეუნება რომ თხოვთო ორჯერ ნუ დაემკვიდრებ ჯოჯოხეთსო ერთხელ აქ როცა ურწმუნო ცხოვრობ და მეორედ იქ აი ამაზეა ლაპარაკი რა რომ ქრისტემ აი ამიტოს ჯისმათ რომ იმ ცხოვრებაში ხო ჯოჯოხეთია განაცდებინეს ხვებსაზე თავის თავსაც და მარადულ ჯოჯოხეთსაც დაემკვიდრებენ მაგრამ აი ერთი ეს ადგილი და ამით დავასრულოთ ნახეთ ჩემი მცირე ძმებსო ვის გულისხმობს უფალი ვინ არიან მისი ძმები მცირე ძმები ნახეთ იუელ წინასწარმეტყველის წიგნია ძველ აღთქმაში რას ამობს ღმერთი თავის ხალხს აი ეს ჩვენ უნდა გვახსოვდეს ხო თქვენ ხშირად ისმენთ ხოლმე ჩემგან რომ ისრაელს აქვს თავისი ადგილი ღმერთის წინაშე არ შეიძლება ისრაელის უგულოება და ისრაელის ლანძღვა დღეს თუ ურწმუნოა ისრაელი ეს ძალიან ცუდია მაგრამ
ისრაელს თავისი ანგარიში აქვს ღმერთთან. ისრაელში იქნება მორწმუნე მხოლოდ ნატამალი, ძალიან მცირე ნაწილი. ამას ამბობს ბიბლია. დღეს მაგალითად ვიღაცა გვეტყვის, გადახედეთ დღევანდელ ისრაელს რა, მეგენი მორწმუნეები არიან? ლანძღავენ ქრისტეს. კი, ეგრეა. მაგრამ იქ ისრაელში ყოველთვის არის ნატამალი იუდეველებს შორის, ვინც იწამა ქრისტე. დღეს ცოტა მომავალში ალბათ უფრო მოიმატებს, მაგრამ ის ბიბლიაც ამას ამბობს, რომ ისრაელში მხოლოდ ნატამალი გადარჩება, ანუ ცოტა ნაწილი, ისინი იქნებიან ნამდვილი ისრაელი. იმათზე ამბობს ქრისტე, რომ ჩემი ძმები არიან ისინი. ამიტომაც არ შეიძლება აი ეს ტრული და ეს დამოკიდებულება ისრაელის მიმართ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ბიბლია ამას არ ამბობს. ნახეთ, იოელ წინასწარმეტყველის 4 თავია. აი ბოლო დღეებში, როცა ისრაელის განადგურებას დააპირებენ მისი მთელი მეზობელი ქვეყნები, იმ ბოლო დღეებში, ნახეთ, ღმერთი თვითონ დაამარცხებს მის მტრებს და ამბობს, შემდეგ შევკრებ ყველა ხალხს და ჩავიყვან იოშაფატის ველზე, იოშაფატის ველი იქ არის ისრაელში. და იქ გამსჯი მათ ჩემი ერის გამო. იქ გავასამართლებ იმ ისრაელის მტრებს ჩემი ერის გამო. ჩემი სამკვიდრო ისრაელის გამო, რომ გაფანტეს იგი ხალხებს შორის და დაინაწილეს ჩემი ქვეყანა. აი ამას ამბობს ღმერთი ისრაელის მტრებზე. ხო არ შეიძლება შენ იმ მტრების რიგში ჩაეწერო. ბოლოს, აი ბოლო ჟამის დასასრულს ჩავიყვან და მე გავასამართლებ ჩემი ხალხის მტრებს, ამბობს ღმერთი. ამიტომ მისი ძმები არიან მისი იუდეველები, მისი ებრაელებიც და ჩვენც გახსოვთ სახალიფაში რომ არის მარკოზის მესამე თავში ქრისტე ხადაგებს და მოვლენდა რასეუნებიან, შენი ძმები, დედა და ძმები არიან გარეთ და შენი ნახვა უნდათო. ქრისტე რას პასუხობს? ვინ არიან ჩემი დედა და ჩემი ძმებიო? ვინც ისმენს ჩემს სიტყვას, ისა და ძმად და დედაც ჩემი. ანუ ჩვენც. მისი სიტყვის მსმენელები ვართ მისი მცირედი ძმები, ხო? უფალი ხო ამბობს რომ აღარ გიწოდეთ მონებს, არამედ გიწოდეთ ძმებს და მეგობრებს, რა? ისრაელის ყურების ახალი ეკლესია. კი, უყურე შემდეგ ისრაელი, უყურე, აი, კარგი კითხვა დასვა კახამ, რომ ისრაელში ხომ არ იგულისხმება ეკლესია. ეკლესია ხომ არ არის ისრაელი? ეს სწავლება შემოვიდა ეკლესიაში შუა საუკუნეები და რატომ? რეალობას გადახედეთ. ისრაელი აღარ არსებობს. იმ მიწაზე ისრაელი აღარ არსებობს. ესმით და მთელი ეს წინასწარმეტყველებანი რომ ისრაელს შევკრებ, ისრაელს დავაბრუნებ, ისრაელს დამხვდება, ისრაელში მივალ მეორედ, ხო? გამსჯი რეალურად ვეღარ ხედავ ჩვენ ამას. ამიტომაც ეკლესიაში წარმოიშვა ესეთი სწავლება, რომ ისრაელი, ესე იგი ჩვენ ვართ. ახალი ისრაელი ჩვენ ვართ ეკლესია. გესმის? და დაიჯერა ხალხმა რომ ისრაელი მოკვდა, დასრულდა, დამთავრდა და ახალი ისრაელი არის ეკლესია. არ არის ეს ბიბლიური სწავლება. რადგან აი მაგალითად ახალ აღთქმაში პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეს ჩვენ ხო ეს წავიკითხეთ ადრე მე-9-11 თავები რას ამბობს რომ ისრაელის სიბრმავე დროებითია. პავლე ამბობს რომ ისრაელი დროებით ზის მოსაცდელ სკამზე. დროებით თუ ჩვენ ვართ ახალი ისრაელი, ანუ ბრმები ვართ ჩვენ? პავლე ამბობს რომ ისრაელის სიბრმავე დროებითია. ანუ ბრმები ვართ ჩვენ? იმ ისრაელზე ამბობს, ვინც ქრისტე ვერ იცნო და ამიტომ დაისაჯნენ და პავლე ამბობს რომ ჩემი ისრაელის გულისთვის აი ტყივა გული და მთელი ჩემი ფიქრი მათთან არის რომ ვერ იცნეს თავიანთი მესია. მაგრამ პავლე ამბობს რომ ეს იმიტომ მოხდაო რომ ისრაელმა რო უარი უთხრა მესიასო ქრისტესო, ამიტომ რწმენა მთელ მსოფლიოს მოედო, რომ ცხონება იქ გასწასულიყო და მოვა დრო, როცა ისევ მობრუნდებიან ესენი ქრისტესთან თავისი ებრაელები და იწამებენ მას. მოხოთ ყველა არა, ნაწილი. ანუ არის ეგ სწავლება, რომ ახალი ისრაელი ეკლესია, ბევრს ესე ჯერა, მაგრამ ბიბლიური სწავლება ეგ არ არის. და სწავლენ ესენი საუკუნო სატანჯველშიო. ნახეთ, ეს არის აპოკალიფსისის მე-20 თავი. საუკუნო სატანჯველი, ვინმეს თუ აინტერესებს როგორია, აი ამასაც ბოლოს ბიბლიის დასასრულს გვეუბნება წმინდა წერილი. ნახეთ. და ბადრო
იოანეს გამოცხადების აპოკალიფსის გამოცხადების ბოლო წიგნში ნახეთ და ვიხილე სპეტაკი ტახტი დიდი და მასზე მჯდომარე ვისი სახისაგანაც ილტოდნენ მიწადაცა და აღარ დარჩა ადგილი მათი ანუ ღმერთის სპეტაკი ტახტი რომელზეც ზის ღმერთი და უკვე მისი მეუფება არის ჩვენ შორის და ვიხილე მკვდარნი ცირენი თუ დიდნი რომელიც იდგნენ ტახტის წინაშე და გადაშლილი იყო წიგნები და გადაიშალა სხვა წიგნი რომელიც არის სიცოცხლისა თანახმად წიგნებში დაწერილი საქმეებისა საქმეთა მათაებრ განისაჯდნენ მკვდარნი თურმე არსებობს ერთი სიცოცხლის წიგნი ზეცაში და იმ სიცოცხლის წიგნში ჩაწერილია ყველა ჩვენთაგანის სახე ბიბლია ასე ამბობს ვისაც წამს ეს ძველახმაშიც ასე იყო აი როდესაც მოსემ გამოიყვანა ისრაელი ეგვიპტიდან რა მოხდა იქ ისრაელმა იმ წუთშივე უღალატა ღმერთს ხომ გახსოვთ ეს ოქროს კეპი რო ჩამოასხეს და მოსე უნება რომ აპატიე ჩემ ხალხს ან მათ აპატიე ან მე ამომშალე სიცოცხლის წიგნიდან მოსე უნება მე ამომშალე სიცოცხლის წიგნიდან მე ზადვარ მე დავისაჯო მათ მაგივრად ამასე უნება ანუ სიცოცხლის წიგნი არსებობს და ჩვენი სახელები როგორც კი დავიბადეთ იქ ჩაწერილია მაგრამ როცა ამ ტახტის წინაშე გადაიშალა ეს სიცოცხლის წიგნი ვინჩი ჩაწერილი არ აღმოჩნდა ჩავარდა ცეცხლის ტბაში ანუ მარადიული სატანჯველის სიმბოლოა ცეცხლის ტბა და რატომ არ აღმოჩნდა მათი სახელები იქ იმ სიცოცხლის წიგნში როგორ ვინ ამოშალა ანუ იქ დასაბამიდან ჩვენი სახელები იყო იმიტომ რომ ღმერთმა ხო იცოდა რომ ჩვენ მოვიდოდით ვინ ამოშალა ჩვენი სახელები იქიდან ჩვენ თვითონ ჩვენი ცხოვრებით ამოვშალეთ ჩვენი სახელი იმ წიგნიდან იმიტომ რომ ღმერთი გვეწერეთ ჩვენ ღმერთს უნდოდა რომ ჩვენ მარადიული სიცოცხლის წიგნში ყოფილიყავით გესმით და ვიღაცა იქ არ აღმოჩნდა რატომ იმიტომ რომ მან უღალატა ღმერთს და იმისის თვითონ ამოშალა თავისი სახელი იქ გახსოვთ ქრისტეს მეძავ ქალს რომ მოუყვანენ ჩასაქოლად რას აკეთებს ქრისტე იმ დროს რას ჩამოხლულია და ტვერზე წერს თითით რაღაცას რას აკეთებს ქრისტე ამით ჯულის იმას შეეკითხებიან სადავია შეიკითხებიან ხო არა ჯერ ქალს უნებია ჩავქოლოთ თუ არ ჩავქოლოთ ხო მაგრამ ქრისტე რაც აი ამით ეს მოვიდნენ და ეუნებიან რა ვქნათ ქრისტე ამ დროს არ ჩამოხრულია და მტვერში თითით რაღაცას წერს ხო და გამოცანა არის ყოველთვის რომ რას წერს ქრისტე რას წერს არა რა ვილაპარაკეთ დღეს ახლა ჩვენ ხო ამას ანიშნებს რომ ხო წერია რომ ღმერთის თითით დაწერილი იყო ის ფიქალები 10 მცნებისო ხო და ქრისტე არის ის ღმერთი ჩამოხლულია და მტვერში ამ თითით წერს ალბათ მათ სახელებს რომ აი ამ ზაკრობისთვის რომ მოდიან რომ ძე ღმერთი ვითომ მახე დაუგონ ძე ღმერთს ანიშნებს თქვენი სახელები მტვერში ჩაწერილი სახელი როგორ უნდა გაჩერდეს ქარი დაუბერავს თუ არა იმ წუთში იშლება ხო აი ამას ანიშნებს ქრისტე რომ აი ამ ზაკრობისთვის რომ ძე ღმერთს აი ესე მახეს უგებთ თქვენი სახელები აი ამ თითით დაწერილი იმ წიგნში ხო ღმერთმა ჩაწერა ჩვენი სახელები აი ამ თითით დაწერილი თქვენი მზაკრების სახელები წაიშლება ერთ საათში ეს აღარ იქნება აი ამის გამო რასაც თქვენ ახლა ჩადიხართ ხო აი ეს ნახეთ ბიბლია როგორ გვიხსნის ბიბლიას ერთი ადგილი მეორეს და ქრისტე ეუბნება რომ აი ესეთ იქნება მარადიული სატანჯველი როცა თქვენი სახელები აღარ დახდება სიცოცხლის წიგნში და მარადიული ცხოვრება როგორი იქნება მარადიული ცხოვრება აი ესეც არის აპოკალიფსისის მე-21 თავში აი როცა ცხოვრებაში ძალიან გაგვიჭირდება და აი სასოწარკვეთა გაქვს დარდი გვაქვს უიმედობა გვაქვს ისა გვაქვს მოწყინება გვაქვს ხო სხვა ხო ანდახარ აი მოწყინება ყველაზე მეტად გვებძვის ადამიანებს ხო აი მოსაწყინია ცხოვრება რა წინდება ცხოვრება ერთი და იგივე ეს რუტინა წინდება აი
ეს ადგილი უნდა წავიკითხოთ ხოლმე. ეც მე ხშირად ვკითხულობ ხოლმე მას და ისეთ იმედს მაძლევს. წამს რომ ეს ასე იქნება, რომ ეს როცა სიკვდილი და ეშმაკი და სატანა მარადულად საუკუნო სატანჯველში ჩავარდება ღმერთთან ჯოჯოხეთში, გეენაში ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა ამბობს იოანე. უწინდელი ცა და უწინდელი მიწა გადაეგო და ზღვა აღარ არის. და მე იოანემ ვიხილე წმინდა ქალაქი ახალი იერუსალიმი ღმრთისაგან ზეცით ჩამომავალი გამზადებული როგორც სარძლო სასიძოსთვის შემკული ახალი იერუსალიმი ჩამოდის ზეციდან ანუ რაღაცა ღვთაებრივი ქმნილება ის ისეთ კი აღარ არის ახლა როგორც იყო როგორც ადრე იყო როგორც ახლა არის და მომესმა მრგვინავი ხმა ზეციდან რომელმაც თქვა აჰა კრავი ღმრთისა კაცთა თანა და დაემკვიდრება მათთან და ისინი იქნებიან მისი ხალხი და თვით ღმერთი იქნება მათთან. ანუ კრავი ქრისტე მათთან დარჩება და არასდროს აღარ გაშორდება და ის იქნება ღმერთი იქნება ხალხთან და შეაშრობს ღმერთი მათ თვალებზე ყოველგვარ ცრემლს და აღარ იქნება სიკვდილი, აღარ იქნება გლოვა, აღარ სტირილი, აღარ სტანჯვა აღარ იქნება. რადგანაც გადაიგო ყოველივე უწინდელი და თქვა ტახტზე მჯდომარემ აჰა ქმნი ყოველივეს ახალს და მითხრა მე დაწერე ეს სიტყვები ქმნი ყველაფერს ახალს ისეთი კი აღარ იქნება როგორც ახლა არასრულყოფილი ნაკლული გენებში რომ რაღაცა დაავადება გვაქვს ან რაიმე სნეულება გვაქვს ან რაღაცა ბოროტება ქუჩაში შულს რო ვეუნებით რომ 10 საათზე სახში იყავი იმიტომ რომ გარეთ რაღაც შეიძლება უბედურება შემთხვევას არავით არის ადარდებელი და ტანჯვა აღარ იქნება და იმ ქალაქსო ჭიშკარი არა აქვსო, კარიბჭე არა აქვსო, იმიტომ რომ არ ჭირდებაო კარიბჭე, იმიტომ რომ ბოროტმოქმედები აღარ არსებობენ. მხოლოდ ღმერთია ქალაქში მზე, ამ ქალაქის მზე არის თავად ღმერთი და დახსნილი ხალხები. ნახეთ, ამ ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე, მანათობლად რადგან დიდებან ღმრთისამ გაანათა იგი და სანთელი მისი არის კრავი და დახსნილი, ცხონებული დახსნილი ხალხები ივლიან მისი ნათლით და ქვეყნის მეფენი მიიტანენ მასში თავიანთ დიდებას და პატივს და ბჭენი მისნი არ დაიკეტებიან დღისით, ხოლო ღამე არ იქნება იქ და მიიტანენ მასში ხალხთა დიდებას და პატივს და ვერ შევლენ შიგ სიბილწის და სისრუის ვერც ერთი მოქმედი და თანამზიარი არამედ მხოლოდ ისინი, რომელიც ჩაწერილნი არიან კრავის სიცოცხლის წიგნში. ასეთ ქალაქი წარმოგიდგენიათ? რომ მხოლოდ კეთილი და წმინდა ადამიანები ცხოვრობენ, არ არის შიში, არ არის ტანჯვა, არ არის საშიშროება, არ არის ბოროტება და კარების დაკეტვა არ ჭირდება ქალაქს, იმიტომ რომ მხოლოდ კარგი ხალხია და იქ ვერავინ ვერ შევა, ვინც ცუდია. ასეთი ქალაქი, ეს არის 64. ეს არის ყოველივე ახალს ქმნი, როცა ამობს ღმერთი. რას ამობდით რაღაცა? ახლა ვფიქრობდი და დონია რომ ყველაფერი ცუდი რაც რომ მოდის ადამიანის აი ცუდი ბუნებიდან სიხარბე ეს სიბრაზე რაც უფრო უარყოფითი. დიახ. იმისთვის რომ ესე იყოს, მაშინ აი ესენი ადამიანური თვისებებია, ხო? ესენი აღარ უნდა გქონდეთ ადამიანს. იმ დროს როცა ადამიანი გაფრთხილდება, იმას ყველა აღარ აკონტროლებს და აკეთებს ყველაფერს სულს. ხო? ანუ ის სხვა გაგეთ ცუდი ადამიანები რაც რომ აქვს. ანუ ღმერთი ამ თვისებებს წაშლის აღარ გვექნება? ანუ ვინც მაგ თვისებებს ძლია? კი, მაგრამ უყურეთ ამ ქვეყანაზე ხო არიან ხალხი, ვინც მაგ თვისებებს ძლია? აი სიხარბე მაგალითად. ჩემი მოვალეობა რომ ძლიო ამ სიხარბეს. და როცა მე ამ სიხარბეს იმდენად ერთხელ ვძლევ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, შემდეგ ისე გამყარებული ვარ უკვე ამ სათნოებაში, რომ სიხარბე ვეღარ მძლევს მე. ხო? აი მაგალითად შური იგივე და სხვა ყველა ცოდვა, ხო? ამიტომ ისინი არიან ის დახსნილი ხალხი, ვინც ღვთის ღმერთმა მისცა ძალა, იმიტომ რომ დაეძლიათ ის ბოროტება თავის თავში. ხო? კი. რა თქმა უნდა, ეს თვისებები კი. ზუსტად, ხო. აი მაგალითად, ანგელოზები ხო ღმერთმა შექმნა
და ანგელოზები ხო დაეცნენ ნაწილი ანგელოზების. ხო, აი ბოროტი ანგელოზები ხო გვაქვს ჩვენ სწავლება ბიბლიაში. აი ბოროტი ანგელოზები რო დაეცნენ, მათ აღარ შეუძლიათ უკან მიბრუნება. ეს ანგელოზის ბუნება ასეთია. იმდენ ადამიანთა ანგელოზის ბუნება განსხვავებული ადამიანის ბუნებისგან. აი მისთვის დაცემა იგივეა რა ჩვენთვის სიკვდილი. აი ჩვენც როცა მოვკვდე გარდავიცვლებით, შეუძლებელია უკან მობრუნება. მაგრამ სიცოცხლეში ღმერთმა მოგცა ამის ნიჭი, რომ ჩვენ შეგვიძლია უკან მიუბრუნდეთ და გავმყარდეთ სიკეთეში. ხო? აი სიწმინდე არის ნათელში გამყარება, რომ შენ დაძლიო ის ცუდი და გამყარდე იმაში, ნათელში, ხო? აი სიწმინდე, აი წმინდა ადამიანი ყველაზე ზუსტად შეიძლება როგორ შეიძლება დავახასიათოთ? აი მაგალითად რა თქმა უნდა, საცტური სიკვდილის სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვის არის, ხო? შეიძლება ყოველთვის ვწუნდეთ, მაგრამ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ებრძვის ებრძოდა რაღაცა ცუც მასში, ბოლოს ისე არის გამყარებული ამ სიკეთეში, რომ მას აღარ შეუძლია უკან მიბრუნება. გესმით? ასეთ მდგომარეობა ხო წარმოგიდგენიათ? აი ბოროტება ხო შეიძლება ეს აი ჰიტლერი მაგალითად ისე იყო გამყარებული ბოროტებაში, რომ ის სიკეთილი ვეღარ გახდებოდა ვერაფერ. და დამთავრებული უკან მობრუნებული გზა მას არ ჰქონდა. დაღუპვის გზაზე იყო, ხო? ანუ შეპყრობილობა ქვია ამას ჩვენს ენაზე. შეპყრობილი გახდა ბოროტით, ისე რომ უკან გამოსაბრუნებელი აღარ არსებობს, ხო? აი ასევე შეიძლება შეპყრობილი ბჭყალებში გავხდეთ რითი? სიკეთით, სიწმინდით, სინათლით. აი ეს არის წმინდანის მდგომარეობა, ასეთი უნდა იყოს ადამიანი. და შენ უკვე მე ისე ხარ გამყარებული ამ სიწმინდეში, რომ ბოროტისკენ აღარ შეგიძლია გახედო, ის შეუძლებელია. ამას ამბობს იოანე ღვთისმეტყველი, ამბობს ამას თავის ეპისტოლეში, რომ ხელახლა შობილი აღარასწოდავს. რას ნიშნავს აღარასწოდავს? მას აღარ შეუძლია დაბრუნდეს იქ. ხო, არა, შეიძლება შეცდომა მოუვიდეს, მაგრამ ეს გრამატიკული ფორმა იქ ისეთია ნახმარი, რომ აი ერთხელ თუ მართლა ხელახლა შობილი ვარ, მე არ შემიძლია იქ მიბრუნება, შეუძლებელია. შეცდომა შეიძლება მომივიდეს, მაგრამ ისე ვბრუნდები მე სიკეთის მხარეს. აი ეს არის სიწმინდე. ეს არის ჩვენი მოწოდება. ზუსტად. მაგრამ ეს ჩვევა მე გადადის ჩვენს ბუნებაში გადადის ეს ჩვევა, გესმის? და იმას უკვე ვეღარ წაშლია, შეუძლებელია იმის წაშლა მე, ხო? ისე ხარ გამყარებული იმ სიკეთეში, რომ შენ აღარ შეგიძლია იქ ბოროტისკენ მიბრუნდე. აი ეს არის ჩვენი ზუსტად. მაგრამ როცა გავა ჩვენი ცხოვრება, აი ესე ვთქვათ, მივახცევთ სიბერეს. მთელი ცხოვრება თუ ასე გავატარეთ, შენ შეიძლება სიბერეში ბოროტი გახდე? აბსურდია, წარმოუდგენ, არ მოხდება. არა მგონი, არა. შეცდომა შეიძლება მოგივიდეს, მაგრამ შენ აი ეს არის 25 თავი. მოდი დღეს ამით დავასრულოთ. სახშიც კიდევ ვიფიქროთ ამაზე და შეგვეციოს ღმერთი მადლობა უფალს და მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. გაიხარეთ.